ხელოვნური იყო და ხადია, შეხვეჭილები არა იყავით და ბუნებრივია, რა მაგრამ ვიცი, გარემოებებია ეგეთი რომ სხვა გზა არ აქვს თუ. ხო. გამარჯობა, ძვირფასო მსმენელებო და მაყურებლებო. 9 იანვარია 21 საათი და 50 წუთი და თქვენ უყურებთ რადიო თავისუფლებას და დასაწყისშივე ვიტყვი, რომ თუ კი გვიყურებთ, მოიწონეთ ჩვენი არხი, ლაივის განმავლობაში მოგწერეთ კომენტარები და გვისვით კითხვები. ზურა გირჩი ჯაფარიძე იქნება დღეს ჩემთან ერთად. მადლობა ბატონო ზურა ჩვენთან მოსვლისთვის. მადლობა მოწვევისთვის. აქციიდან მოდიხართ, როგორ ხართ? ხნეთ. რა ხდებოდა აქციაზე, ბევრი ხალხი იყო? გადაკეტილი იყო, ბევრი ხალხი არ იყო. ბევრი ხალხი იმდეს, ამდესაც შევეჩვიეთ, რომ სხვა ხალხი რო გამოდიოდა ხოლმე, ბუნებრივია ხა მაგდენი არ არის ყოველ საღამოს, მაგრამ იმდენი არის, რომ გზა გადაკეტილი იყო. ჩვენ მუდმივად გვთხოვენ ამ ფორმატში პოლიტიკურ დებატებს და მარტივი კითხვით დავიწყებ, ვისთან ისურვებდით დებატებს და რა თემაზე? ვისთან არ ვიცი, მაგრამ თემები ბევრი არის, რაზეც ვიდებატებთ. მაგალითად? ვიცი, ეკონომიკაზე შეიძლება ბევრ რაღაცაზე დებატი, საპატრიარქოს თემაზე დიდი სიამოვნებით ეგ თემა ჩახსნილია, რატომღაც ყველა ეთერებიდან არავინ აქ თემას არ ეხება, მაგრამ მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემაა მაგაზე ლაპარაკი. მე გამოვიყენებ შანსს და ვიტყვი, რომ ჩვენ წინა ეპიზოდი სწორედ საპატრიარქოს თემაზე გვქონდა და თუ ვინმეს არ უსმენია, შეუძლია ნახოს ჩვენ YouTube-ზე. მაგალითად ომი და მშვიდობის თემაზე, რომელიც აქტუალური ამბავი არის ახლა. ის თემებს ადარებს. ეს თემა რატო არ იქცა წინა საარჩევნო პერიოდში ისეთ აქტიურ განხილვის თემად ოპოზიციის ჩართულობით? იმიტომ რომ წინა საარჩევნო პერიოდში პარტიები უფრო ფოკუსირებული არიან იმაზე, რომ რაღაცა მარტივი, გასაგები მესიჯები გააგზავნონ და მორჩეველი მოიზიდონ და მაგ თემაზე გაჭირდა მოკლე მესიჯის შექმნა და მაშინ როცა ოცნების მესიჯი რომ თუ ჩვენ ვიქნებით ომი იქნება და თუ ჩვენ წავაგებთ ისინი ომს დაიწყებენ, იყო ძალიან მარტივი და ესე მარტივად მაგას ვერ პასუხობ, ამიტომ მაგას ჭირდება გაკრას რაღაც პოდკასტივით ამბავი, სადაც მაგ თემას გაშლი და ილაპარაკებთ და რაღაც იღმებს ჩახვალ და მაგის დრო და საშუალება პარტიებმა ჩათვალეს რომ არ იყო. ამიტომ მაგ თემას უბრალოდ აიგნორებდა უმეტესობა, რამდენიც მე მახსოვს. მე კი მაქვს რამდენჯერმე მაგაზე პასუხი გაცემული, მაგრამ ისევ რაღაცა ტელეეთერის ფორმატში, როცა შევეცადე რაღაც ცოტა ვრცლად რაღაცა ამეხსნა. აი მთელი დღევანდელი საუბარი არა, მაგრამ შეგვიძლია რაღაც მთავარი სათქმელი, რაც გაქვთ ამაზე, ამითი დავიწყოთ სწორედ, იმიტომ რომ ეს კითხვები მეც მგონია, რომ პასუხგაუცემელია და სათანადოდ არა არგუმენტირებული, უბრალოდ სათანადო არგუმენტაცია იმ დოზით, რა დოზითაც ეს ომი იქნება ამ ჩვენი არ გამარჯვების შემთხვევაში იყო, არ მოусმენია ხალხს და აბა გისმენთ რა გაქვთ ამაზე სათქმელი. ხო, მან მნიშვნელოვანი რაც არის, ეხლაც მნიშვნელოვანი თემა არის სხვათა შორის, იმიტომ რომ გუშინდელი ტრამპის განცხადება თუ ნახეთ, ერთ-ერთი კითხვა რაც დაუსვეს მაგაზე, რომ უკრაინაზე იყო კითხვა და მის პასუხი იყო, პრინციპში იგივე ნარატივი, რასაც რუსები არ ვცელებენ, რომ თითქოს რაღაცა ნატომ გადაწყვიტა, რომ მიწეულიყო რუსეთის საზღვრებამდე და ამის გამო დაიწყო ომი, მაშინ როცა
სინამდვილეში ნატოს საზღვარი მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ რაც სკანდინავიის ქვეყნები შევიდნენ ნატოში მაგაზე რუსეთს რეაქცია არ აქვს არანაირი რეაქცია არ ქონია და მანამდე 2014 წელს როდესაც ყირიმის ანექსია მოახდინა რუსეთმა უკრაინას ჩრდილოეთ ნეიტრალიტეტი ქონდა გამოცხადებული საჯაროდ ქონათ ნათქვამი რომ ნატოში არ აპირებს შესვლას ხო ამიტომ სისულელი არის მაგის დაკავშირება იმას რომ რუსეთის დღევანდელი რუსეთის ქმედებების დაკავშირება იმასთან რომ შეიძლება რაღაცა გააკეთო რაღაცა არ გააკეთო და რუსეთი ამის გამო შეიძლება მოიქცეს განსხვავებულად ეგ არის ზღაპარი რუსეთი იქცევა მარტივად სადაც ხედავს საკუთარ სახმელეთო საზღვარზე სუსტ წერტილს იქ მიდის და ურტყამს თუ ჩვენ ვიქნებით ეგეთი სუსტი წერტილი და ეხლა ვართ ეგეთი სუსტი წერტილი ქართული ოცნების დამსახურებით ამ 12 წლის განმავლობაში არაფერი არ გააკეთეს ამ ქვეყნის თავდაცვის უსაფრთხოების გაძლიერებისთვის დიდი შანსია რომ პირიქით გამოიწვიო და აქეთკენ წამოვიდეს მათ შორის უკრაინასთან მნიშვნელოვანი ის არის რომ უკრაინამ წლების განმავლობაში ყველაფერი დაუთმო სევასტოპოლში ფლოტის ხელშეკრულება გაუხანგრძლива 25 წლით დაუთმო გაზზე გაუფორმა კაბალური ხელშეკრულება ჩრდილოეთ გაზპრომი შეიყონა თავისთან და გაზპრომის შვილობილ კომპანიას მიცეს რაღაცა კონტრაქტი და დაუთმო ისიც რომ რა ვიცი ყველაფერზე რაც თუ კრაიმეზე შეიძლება ეთქვა უარი უკრაინამ მათ შორის ნატოს ამბავიც მაგის ნაწილი იყო ყველაფერზე ეთქვის უარი მაგრამ მიუხედავად ამისა რუსეთი მაინც შევიდა ამიტომ ეგ არის სისულე სინამდვილეში ჩვენ თუ გვინდა ომის თავიდან აცილების ერთადერთი გზა არსებობს ეს არის რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები ჩვენ არ უნდა ვიყოთ რუსეთის სახმელეთო საზღვარზე ყველაზე ხუსტი წერტილი ან სუსტ წერტილებს შორის თუნდაც ეგ არის ერთადერთი გზა ამიტომ ჩვენ გვჭირდება რეალურად გრძელვადენა გვჭირდება ბევრი ფულის ჩადება საკუთარი თავდაცვა უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მოკლეონას სწრაფად რასაც შეიძლება მივახცოთ ეს არის ნატოში გაწევრიანება რომ მოვექცეთ იმ უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ სხვა ალტერნატივა არ არსებობს ისაც ქართული ოცნება ხა გვთავაზობს ეს არის უბრალოდ პრობლემის გადაგორება და დატოვება საკუთარი შვილებისთვის ანუ სუსტი ქვეყნის დატოვება შვილებისთვის ისეთი ქვეყნის როგორიც ჩვენ ვიცხოვრეთ დამოუკიდებლობის შემდეგ როდესაც მთელი 30-ზე მეტი წლის განმავლობაში ჩრდილოეთიდან მუდმივად ქონდა საფრთხე და ამ საფრთხის გამო ბევრ რაღაცებზე მოგვიწია უარის თქვა მათ შორის ვერ განვითარდით ისე სწრაფად როგორც შეიძლება განვითარებულიყავით და დღეს ვიქნებოდით გაცილებით მდიდარი ქვეყანა ნაკლები ეკონომიკური და სოციალური პრობლემებით რომ არა ეს საფრთხე რუსეთიდან და რასაც ახლა ქართული ოცნება აკეთებს ახლა სინამდვილეში სისულელეს ვიძახი რომ რუსები აკეთებენ რეალურად არის ის რომ ჩვენ გვტოვებენ სუსტებს და დაუცველებს და ამ პრობლემას უტოვებენ ჩვენ შვილებს და სინამდვილეში მერე თუ ჩვენ სუსტები დავრჩებით მართლა მაღალი იქნება ალბათობა იმისა რომ რუსეთი აქ შემოვიდეს იმიტომ რომ არაფერი გამჭირებელი არ არსებობს ხო მაგრამ ეს ყველაფერი ახლა რაც თქვით ხო პრინციპში ადვილად გასაგებია ეს არ არის საარჩევნო კამპანიის დროს ამას ეს არ არის რასაც ბილბორდზე დაწერთ ცხადია ხო ბილბორდზე დაწერ და დაუპირისპირებ იმათ რაღაცა მოკლე მესიჯს თუმცა თუნდაც აი შეხვედრების დროს ჰქონდათ ამაზე ლაპარაკი გეკითხებოდათ ხალხი იშვიათად იმიტომ რომ ამ კამპანიის დროს ნაკლებად იყო საუბარი ეგეთ თემებზე ან თუნდაც რაღაცა პროგრამულ საკითხებზეც კი და ძირითადი კითხვა რომელიც რეგიონებშიც და თბილისშიც შეხვედრებზე იყო ის როგორ ვაპირებთ მოგებას და როგორ ვაპირებთ ამათ გავშებას ამის იქით ხალხს ნაკლებად აინტერესებდა მე რა იქნება უფრო მეტად აინტერესებდათ გვაქვს თორე რამე შანსი რომ მათ მოუგო და ეს ცვლილება მოვიტანოთ და შევცვალოთ და თუმცა იყო შემთხვევები სადღაც იკითხეს ეს და პასუხი გაგვიცია აი მაგაზეც კითხავთ ეს იყო ის რაც ხალხს აინტერესებდა თუ ეს იყო ის რაზეც თქვენ ელაპარაკებთ და შესაბამისად მეტის მოლოდინი თუ სხვა კითხვებს არ სვამდა ეს ხალხი მეტის მოლოდინი არ ქონდა სხვა კითხვებს არ სვამდა არა მე ვერ ვიტყვი რომ ჩვენ ჩავდიოდით რაღაცა გამზადებული მესიჯ ბოქსებით განსაკუთრებით მე ვერ ვლაპარაკობ მესიჯ ბოქსებით ანუ არასოდეს არ მილაპარაკე მესიჯ ბოქსებით და ვერც ამ კამპანიის დროს ზოგადად შეხვედრებზე ჩემი ის არის ხომ რომ ვცდილობ ხომ რომ ეგრევე კითხვა-პასუხის რეჟიმით დავიწყო რომ რაღაცა არ მეხერხება ჩავიდე და რაღაცა ლექცია წავიკითხო რაღაცაზე შეიძლება არ აინტერესებდეთ უბრალოდ და მაგით ყოველთვის ვეუბნები ხომ დასაწყისში რომ იქნებ ჯობია რომ კითხვა-პასუხი იყოს და რომ კითხვას თუ სწავს ადამიანი ესე იგი მინიმუმ ერთი ადამიანი მაინც არის აუდიტორიაში ვისაც იმაზე პასუხი აინტერესებს და ბევრად რო საინტერესოა ხომ კითხვა-პასუხის დროს თან ბევრად რო იხსნებიან ადამიანები ბევრად რო თავისუფლები არიან და მართლა ხედავ რა აწუხებ და რა აინტერესებს და იმაზე ელაპარაკები ამიტომ ხო ძირითადი ამბავი იყო ის შესაძლებელია თუ არა საერთოდ ამათთვის მოგება და როგორ ვაპირებთ მოგებას და შემდეგ ხმების დაცვას და ასე შემდეგ და მე რა მოხდება თუ მაინც მათმა ეს ეკნეს და ძირითადად ლაპარაკი ყო ამაზე მე გამოვიყენებ აქვე ამ შესაძლებლობას და მოვუწოდებ ჩვენს მაყურებლებსაც რომ კითხვები გამოგვიგზავნონ, იმიტომ რომ მეც მიმარტივებს ხოლმე კითხვების საქმეს, როცა კონკრეტული ადამიანები იწერებიან რა აინტერესებთ, მე დისკუსია უფრო საინტერესო არის ხოლმე, ესე რომ იაქტიურეთ კომენტარებში ცოტა ხანში ჩავხედავ YouTube-ის კომენტარების ველსაც. მანამდე გითხავთ, ცოტა შორიდან დავიწყოთ, იმიტომ რომ ბოლოს ჩვენთან იყავით მაისის ბოლოს, მაშინაც ხალხმრავალი აქციები იყო, ჩემთან ინტერვიუზე თორე რადიოში მას შემდეგ
შედეგად ყოფილხართ წინასაარჩევნო პერიოდშიც. და თქვენ ამბობდით რუსული კანონის თანმდევი აქციები იყო, რუსულ კანონად წოდებული აგენტების კანონის და თქვენ ამბობდით, რომ არსებობს საფრთხე, რომ დაგიჭირონ თქვენს და შეიძლება სხვა ოპოზიციონერი პარტიების ლიდერებიც სახელმწიფო აწარმოებდა ისეთივე საქმეებს, რომელიც საქმეების გამოც დღეს ხალხი ნამდვილად არის ციხეში სახელმწიფო გადატრიალების მუხლით და საკმაოდ რთულ და შავ თვეებს ელოდით, რაც იქნებოდა წინასაარჩევნო პერიოდში, ხო და არჩევნების შემდეგაც. ნაწილობრივ ეს მოლოდინები პრინციპში ახდა, თუმცა თქვენ არ დაგიჭირეს. შეგვიძლია რომ ისე ვილაპარაკოთ, ხო? ეს კარგია რომ არ დაგიჭირეს. და შეგვიძლია რომ ვილაპარაკოთ. მე დამაინტერესებდა თქვენი მხრიდან ამ წინასაარჩევნო პერიოდის განხილვა, იმიტომ რომ მაშინაც თქვენ ამბობდით, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიციამ მოიგოს დიდი სხვაობით. რო ხელისუფლებისთვის ამის აღიარება ისეც რთული იქნება, მაგრამ უფრო შესაძლებელია რომ აღიაროს. ეს იცოდით, თუმცა ბევრს ჰქონდა განცდა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი არც ისე ნაყოფიერად გამოიყენა ოპოზიციამ. თქვენ თვითონ რა აღქმა გაქვთ, თქვენ იყავით კოალიციის ერთ-ერთი კომპონენტი, ხო? და ეხლაც ამ კოალიციის სახელით ხართ პრინციპში. ხო, რომელმა კოალიციამაც სამართლიანობისთვის აღნიშნოთ, რომ ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა. ოპოზიციურ ფლანგზე ცალსახად კი. დაჭერას შეხება ერთხელ დამაკავეს, უბრალოდ ისინი ხო ისინი თვლიან, რომ მე პარლამენტის წევრი ვარ და იმუნიტეტი მაქვს და ამიტომ 4 საათი ვიყავი დაკავებული და მე გამომიშეს თორე ადმინისტრაციულად ალბათ საერთოდ ჩამსავდნენ როგორც ბევრი ჩასვეს. მაგრამ ამის სანაცვლოდ იარაღის დარების უფლება ჩამოყალიბეს. როგორც ხვდები, მაგიტო გააკეთეს საერთოდ, იმიტომ რომ სასამართლო პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მარტო მაგ თემაზე ლაპარაკობდნენ, რომ უნდა შეეჩერებინათ ჩემთვის იარაღის დარების უფლება. ვერ წამართვეს, მაგრამ შეჩერების უფლება ქონოდა და მაქსიმუმად რაც არის 3 წლის ვადით შემიჩერეს. და საავადმყოფო იმის გამო რომ იარაღმა რამდენჯერმე გადამარჩინა რაღაცა ნიღბიანები რომ ისაფრთებოდნენ ხალხს, ერთ-ერთი მე ვიყავი, ვისაც უსაფრთებოდნენ. ეხლა რას შვებით იარაღზე? სახლში კიდევ თუ აღარ ატარებთ თუ ატარებთ თუ მე გავაფრთხილე პოლიციაშიც როცა დამაკავეს რომ მივხვდი ეგ იყო ამბავი და იქაც უთხარი რომ აქედან რომ გავალ მეთქი, იმიტომ რომ რა იარაღიც მედო ის იარაღი იქ ჩავმართვეს, რომ ეხა წავალ და მან კიდე მაქვს იარაღები და ავიღებ და მაინც ჩავიდე და მაინც იარაღი ვიხმე და აუხსენი რატო, იმიტომ რომ ჩამოუთვალე შემთხვევები, მათ შორის ჩემი ძმის მიმართ ფიზიკური ანგარიშწორება, ჩემი პარტიის წევრების მიმართ ანგარიშწორება, სხვა პარტიის ლიდერების და აქტივისტების წინააღ ანგარიშწორება, ჩემთან ჩასაფრება 4ჯერ და აქედან 2ჯერ იარაღმა გადამარჩინა და არც ეს საქმე არ გამოგიძიებია და არავინ დაგიკავებიათ მეთქი და მე ერთადერთი გზა რომ საკუთარი თავი დავიცვა არის რომ იარაღი უნდა მედოს მეთქი და ამიტომ იცოდეთ მეთქი რომ აგზად თუ წახვალთ მეთქი მაინც წავალ სხვა იარაღს ავიდე და ჩავიდეთ მეთქი იგივე უთხარი მოსამართლესაც რომ ვიცი რომ მაგას გააკეთებთ ხო ეს მოსამართლე მათ შორის სანქცირებული მოსამართლე იყო და სანქცირებულია და ვიცი გასაგები იყო რომ მაგეთკენ მიდოდა და ისიც გავაფრთხილე რომ რავი მაინც გავაპირებ თავი დავიცვა მეთქი და იცოდეთ მეთქი და შემდეგ ჯერზე თუ აქ მომიყვანო, მომიყვანენ იარაღის უკანონო ტარობისთვის, მაგრამ წინასწარ იცოდეთ რომ მაინც ეგრე გავაგზავნებთ. ამიტომ ხო მე თავს ვიცავ. ჩვეულებრივად. კითხვასო დაუბრუნდეთ. წინასაარჩევნო კამპანია ჩემი პროგნოზი მაშინ არ გამართდა, იმიტომ რომ არ იყო მაინც და მაინც ძალადობრივი წინასაარჩევნო კამპანია. ჩვენ შემთხვევაში კოალიციის შემთხვევაში სულ 3 შემთხვევა იყო, როცა ერთხელ ოფისი დაგვირბიეს გარდაბანში და 2ჯერ თავდასხმა მოხდა ერთ-ერთ კოალიციის ლიდერზე. მეტი სხვა ეგეთი ფაქტები, რაღაც სერიოზული ისეთი არ ყოფილა, მაგრამ როგორც გავარკვიეთ, მე მთელი ეს ტიტუშკები ტრენინგებზე ყავდათ და ავარჯიშებდნენ ამ სხვისი პირადობებით და სხვისი პირადი ნომრებით, როგორ მინდა მიეცათ ხმა და დაკავებული ყავდათ სხვა საქმით და ამის გამო ეს წინასაარჩევნო პერიოდი რაღაც შედარებით მშვიდობიანი იყო, თუმცა მე ხა გადმოვადა ეს ძალადობა. ხო, აქციების მერე ხო, რაც ნახეთ ეგეთი აქამდე ნანახი არ ჰქონდა. ჩემი აზრით, ანუ გვინახია ჩვენ პოლიციელების მხრიდან ფიზიკური ანგარიშწორება მშვიდობიან დემონსტრანტებზე, მათ შორის წინაწლის გაზაფხულზეც ნახეთ ეს, იმის წინაწლის გაზაფხულზეც ნახეთ, მაგრამ ეხლა რაც ხდებოდა მსგავსი რამე არ ყოფილა. ანუ მინივენებში ჩაკეტვა და შიგნით გაზის ბალონების შეყრა და ციცაკის სპრეების შესხმა და ნახევარი საათი ადამიანების ფიზიკური ანგარიშწორება არ ყოფილა. ისე როგორც აქამდე ყოველთვის ვიდეო მტკიცებულება ამისი არ ქონია, როდესაც ტიტუშკები ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებიან, მათ შორის ჟურნალისტებს და პოლიცია იქ დგას და არაფერს არ აკეთებს. და ეგეთი მინიმუმ 4 შემთხვევა არ დაფიქსირებული და ვიდეო არსებობს ეგეთის მანამდე არ ყოფილა. თვითონ კამპანიასაც შეეხება შეიძლებოდა თუ მეტის გაკეთება, არ ვიცი რა ვიცი, უკმაყოფილების გზნობა შეიძლება სულ კონდეს ადამიანს, კიდე შეიძლება რაღაცა ეს გაგაკეთებინა, რაღაცის გაკეთებინა, მაგრამ ჯამში მგონია რომ ჩვენრა კამპანიას ჩავატარეთ კოალიციამ, როგორც სოციქსელებში, ისე ფიზიკურად სიარულით რეგიონებში ბევრი გავაკეთეთ. ანუ მგონია რომ სხვა პოლიტიკურ ჯგუფთან შედარებით
გაცილებით მეტი გავაკეთეთ, ვიდრე სხვებმა გააკეთეს. შეიძლება რაღაცები ჩათვალო იყო ეფექტური, რაღაცები შეიძლება არ იყო ეფექტური, მაგრამ ჩვენც გზადაგზა ვიგონებდით რაღაცებს და ვაკეთებდით, რაღაცები მუშაობდა, რაღაცები არ მუშაობდა, რაღაცები მოგწონდა, რაღაცები არ მოგწონდა, ეგონია რომ ბუნებრივი ამბავია, მაგრამ ჯამში კამპანიას ჩავატარეთ ფიზიკურად შეხვედრების თვალსაზრისით სოციქსელებშიც მგონია რომ ცუდი არის. ერთიანობა უფრო ხელსაყრელი გარემოება აღმოჩნდა თუ დამაბრკოლებელი? ჩვენ რასაც მივახციეთ, მე ვიყავი 2 წლის განმავლობაში დავდიოდი და ყველა პარტიას ველაპარაკებოდი, რომ ერთი დიდი ერთობა იყო გასაკეთებელი. მაგრამ მე ისე მოხდა, რომ ეს ერთობა დიდი არ გამოდიოდა. ერთ-ერთი ბევრი არგუმენტები მქონდა, რატომაც თვლიდა, რომ დიდი ერთობა იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ ერთ-ერთი არგუმენტი რაც მქონდა იყო ის, რომ თუ დიდი ერთობა არ გამოვა, მაშინ პოლიტიკური სპექტრი დარჩება ძალიან ფრაგმენტირებული და იმის გამო რომ არსებობს 5%-იანი ბარიერი ეს აწყობს მარტო ქართულ ოცნებას. მე არ მჯეროდა რომ ის კონფიგურაციაც კი რომელიც შედგა რაღაც 4 პოლიტიკური კოალიცია და ჯგუფი, ეგეც კი შესაძლებელი იყო იმ ინფორმაციაზე დაყნობით და იმ გარემოზე დაკვირვებით, რასაც მე უყურებდი, მაგრამ საბოლოო ჯამში რაც დაალაგდა, ეგეც კარგი იყო, იმიტომ რომ მაგის იმის არ მქონდა მე რომ ეგეც კი შესაძლებელი იყო რომ გამოსულიყო, ისეთი პოლიტიკური ჯგუფები დადგენ ერთად, რაც რთულად წარმოსადგენი იყო რომ გამოვიდოდა. ეხლა ამ პოსტ არჩევნების და პოსტ ამ რაღაცა წამებების და იმის პერიოდში კიდევ უფრო რთულად არჩემ ეს ამბავი. ეხლა პოლიტიკური პროცესი არის მარტო რუსთაველზე რაც ხდება ეს პროტესტი. ქუჩა რასაც აკეთებს ესე დროს არის ის რომ არესტარტებს ყველაფერს. მე მგონი რომ ეხლა ყველაფერი დარესტარტებულია. ყველაფერი დარესტარტებაში გულისხმობა პოლიტიკური კოალიციების, პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკური ლიდერების ყველაფერი დარესტარტებულია ეხლა და რაღაცა ახალი აშენდება თავიდან ესე ვხედავ, ესე წარმომიდგენია. როგორ იქნება ჩვენი დესკტოპი რესტარტის შემდეგ, რა დაგხვდება იქ, როცა ჩავრთავთ, როგორ წარმოგიდგენიათ, რას გაწმინდავს ქუჩა? ან რა გაწმინდა უკვე, იმიტომ რომ 40 დღეზე მეტია ეს აქციები არის. მე მგონი ჯერ რთულია მაინც ხო 40 დღე კი ბევრი გვეჩვენება, სინამდვილეში უფრო ვრცელიც არის ეს პროტესტი, ამ 40 დღემდეც იყო პროტესტები, უშუალოდ არჩევნების შემდეგაც იყო პროტესტები, მათ შორის ჩვენ კოალიციას ჰქონდა, მათ შორის ქუჩის გადაკეტვები და სხვა ტიპის პროტესტები დაორგანიზებული, მაგრამ მგონი რომ ჯერ კიდე ადრეა თულია პროგნოზის გაკეთება, ეხლა საბოლოო ჯამში როგორ დაალაგდება პოლიტიკური ველი. ანუ მე ვერ ხედავ ეხლა ამ წუთში როგორ შეიძლება დაალაგდეს. ჯერჯერობით ეს კოალიციები არსებობს, ჩვენც როგორც კოალიცია ესე ვარსებობდა ვაგრძელებთ. ლელო, ელისაშვილი, დოლიძე, თავისუფალი მოედანი ასევე არსებობს, ასევე აგრძელებენ. ნაციონალური მოძრაობა სტრატეგია აღმაშენებელი ასევე არსებობს და ასევე აგრძელებს. ფორმალურად ეს ყველაფერი ისევ არსებობს. საბოლოო ჯამში როგორ დაალაგდება, ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული. მათ შორის იქნება დამოკიდებული იმაზე ეს პროტესტი რა სახეს მიიღებს, იმაზე ოცნება რა ნაბიჯებს გადადგამს, რაც უფრო ხისტი და რაც უფრო უხეში გახდება ეს რუსული ხელისუფლება და მე მგონია რომ ეგრე იქნება, მით უფრო უბიძგებს აქეთკენ ოპოზიციურ ფლანგს უფრო მეტი კონსოლიდაციისკენ ეგრე წარმომიდგენია. ეს ჯერ კიდევ ერთად ყოფნები ინერციის შედეგია თუ გააზრებული გადაწყვეტილება, რომ ეხლა ესე სჯობს, რომ თქვენში არ იყოს რაღაც ცვლილებები და დაელოდოთ აი რესტარტის მერე. გააზრებულიც არის და შეთამაშების ამბავიც არის. რაღაცნაირად ეხლა ჩვენ ყველა შეთამაშებულები ვართ ერთმანეთთან და ბუნებრივია ეს პროცესი, რომ გაგრძელდა ეს. ანუ ინერციაც არის, გააზრებაც არის და რაღაცა შეთამაშების ამბავიც არის. ანუ ის აღქმა არ გაქვთ, რომ ეხლა ეს დრო სანამ ხალხი პრინციპში თავისითაც გამოდის და დგას ქუჩაში, იმიტომ რომ მათი ნაწილი მართლა ძალიან გაბრაზებული და ნაწილი კიდე სასოწარკვეთილია და მეტი გზა უბრალოდ არ აქვს გარდა იმისა, რომ ყოველ საღამოს სადღაც გამოხატოს თავისი ხო ემოციები და იპოვოს თანამოაზრეები და ასე შემდეგ. ხო არ თვლით, რომ ეს დრო სანამ ქუჩა მაინც მეტნაკლებად თავისითაც ცხოვრობს, თქვენ პირიქით სწორედ იმისთვის უნდა გამოიყენოთ, რომ დაფიქრდეთ როგორი ფორმაციით, შინაარსით და ასე შემდეგ გააგრძელოთ არსებობა. თუ აი ამ ყველაფერზეა დამოკიდებული ამ კითხვებზე პასუხები და ჯერ ამის დროს არ თვლით, რომ ეხლა ეს დრო. ეს ხალხი ვინც არის გამოსული საბოლოო ჯამში, ეს ხალხი არის ჩვენი ამორჩეველი, ხო, ზოგი ჩვენი ამორჩეველი, ჩემი ამორჩეველია, ზოგი ოპოზიციის ამორჩეველი, ოპოზიციის ამორჩეველი. შეიძლება ეხლა არჩევნებზე მიდიოდა თავს არ იკლავდა სიყვარულით არც ერთი ოპოზიციური ჯგუფის მიმართ, მაგრამ ჯამში არჩევანი გაკეთებული ოპოზიციის მხარეს. იქ არის რაღაცა ნაწილი, მაგრამ მცირე, რომელიც ეხლა ადამიანების წამების შემდეგ გადაწყვიტა, რომ ჩამოშორებოდა ქართულ ოცნებას, მაგრამ ეგეთი მგონია, რომ ცოტა არის ძირითადი ნაწილი, აბსოლუტურ უმრავლესობა არის ადამიანები, რომლებიც ჯამში არიან
ოპოზიციის ამორჩევლები. ამიტომ რაღაც კითხვას რუსავენ ხოლმე სად არის ოპოზიცია, რა ვიცი, ოპოზიცია დგას რუსთაველზე. ეს პარტიები არის რაღაცა რა ვიცი, სტაფი, რომელიც არის ოფისში, რომელიც რაღაცა პარტიული რაღაც საქმეებით არის დაკავებული და დანარჩენი არის ამორჩეველი. არავინ სხვა ხალხი პარტიებს არ აყავს. ანუ ეს წარმოუდგენა რომ პარტიებს სადღაც ყავთ რაღაცა არ ვიცი, ჯარი კიდე რაღაცა რომელიც არ ვიცი, გადამალული ყავთ და რომლითაც შეუძლიათ რაღაცა გააკეთონ, არაფერი ეგეთი არ არსებობს. ანუ ეს ხალხი ვინც არიან რუსთაველზე, ეს ხალხი არიან ჯამში გადანაწილებული მთელ ოპოზიციურ სპექტრზე და როცა პარტიებზე არის კითხვა სად არიან, რა რუსთაველზე დგას ყველა, იმიტომ რომ იქ არის თავარი პოლიტიკური პროცესი და თან ისეთი პოლიტიკური პროცესი, რომელიც ერთის ხრივ ჭამს ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ აქტივობას და ძალიან რთულია რამე განსხვავებულის მოფიქრება, მართლა რთულია და მე რა ვიცი ხა. თითქმის ყოველ საღამოს იქავარ, რამდენიმე საღამო მექნება სულ ალბათ ჯამში ჩაგდებული, ჯერ კიდე დაწყებული, როცა კოალიციამ დავიწყეთ გადაკეტვა თესეულთან ქუჩის და შემდეგ. და სულ ლაპარაკები ხო. რამე ისეთი იდეა რომ აი რაღაცა გაჩნდა ფანტასტიკური იდეა და ვინ მაგას არ აკეთებს, ეგეთ რამე არ არსებობს. ხო და ეს არის ერთი ნაწილი. მეორე ნაწილი არის ის, რომ ამ პროტესტზე დგას მათ შორის ისეთ მნიშვნელოვანი რაღაცები, როგორც არის მაგათად არაღიარება ამათი ხელისუფლების. ისეთი რაღაცა, როგორც არის მაგათად სანქციები, რომელიც მოდის. ბევრი ადამიანის ეხაც რომ მოდიოდი ხა ჩემი მელაპარაკებოდი, მაგრამ რამე შეიძლება რაღაცა ის ქონათ, ბრაზი ქონათ, რომ რაღაცა აი ოპოზიცია კი ცოტა უფრო მეტად აქტიური იყოს და რაღაცა იქნებ მოვიფიქროთ, ან მოდი ერთად მოვიფიქროთ. კი, ჩვენს ხშირად გვსმენია ესეთი ჩივილები, ამიტომ გეკითხებით, რომ კი ბატონო. ნებისმიერი კრიტიკა და ნებისმიერი გინებაც კი კარგი არის. ხო, ეს ამ საქმის ნაწილი არის, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მან დიბადება, მე რაღაცა თუ დაიბადება, თუ არ დაიბადება და არ დაიბადება და აბა ეხლა რაღაცა წყანად ვიჯდა და ყველაფერი კარგად არის, მაგას ჯობია ნებისმიერ შემთხვევაში რაღაცა დუღილი იყოს. მაგრამ ჩვენ ხშირად არ ვაფასებთ ხოლმე იმას, რასაც მართლა მივახციეთ. ჯამში ის, რომ ამ წუთის მდგომარეობით საქართველოს ეს ვითომ ეგრეთ წოდებული რაღაცა პარლამენტი, რომელიც ინამდვილეში რაღაცა შაპიტუ არის, ის რო არის ერთპარტიული ამბავი, ეს არის ხო პარტიების დამსახურება. მეც არ ვგიჟდები პარტიებზე და ბევრ რაღაცაზე შემილია, რავი, ბევრი რაღაცასაც ამბობენ ყურშჭრის და ბევრი რაღაცა რო ხედავ არ მომწონს და ამ შემდეგ, მაგრამ ჯამში ის რო ამ პოლიტიკურმა სპექტრომ მოახერხა, რომ ის პარლამენტის დღემდე არის ერთპარტიული და მას არავინ არ აღიარებს, ეს მნიშვნელოვანი ამბავია. და ეს არ არის არჩევნების შემდეგ მეორე დღე და მესამე დღე. 26 ოქტომბერს იყო არჩევნები და იანვარში ვართ უკვე და ეს ამდენი დღე და ამდენი თვე გავიარეთ ისე, რომ ეს შედეგი გვიჭირავს ხელში, რაც მეტი დრო დადის, ეს შედეგი სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი არის. ის რომ გარედან არც ერთი ქვეყანა გარდა იმ ქვეყნებისა, რომელმაც პირველივე დღეებში მიულოცეს ამათ არჩევნებში გამარჯვება, ამათ არ აღიარებს და ამ ხელისუფლებას არ აღიარებს ლეგიტიმურ ხელისუფლებას, მათ შორის არც პარლამენტს და არც მთავრობას და არც ყაველაშვილს, ეგეც საერთო დამსახურება არის, როგორც პროტესტის, ისე პოლიტიკური პარტიების და მაგას მარტო პროტესტს არ მოაქვს, მაგას ჭირდება მართლა მუშაობა. მათ შორის ამას აკეთებენ პოლიტიკური პარტიები და ამას აკეთებს მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების, სამოქალაქო სექტორის ბევრი ორგანიზაცია, ვინც ამ პროცესში ასევე არიან ჩართული. ანუ მე იმის გამინდა, რომ ესეც არ არის, რომ არაფერი არ მიგვიღწევია, ბევრი რამე მივაღწია და ბევრი რამე გვიჭირავს ხელში, უბრალოდ ამას ჭირდება მუდმივად გამყარება. საბოლოო ჯამში რაც ჩვენ გვჭირდება არის ამათი მაქსიმალური იზოლაცია. ეს იზოლაცია არის ქვეყნის შიგნით ის, რომ არავინ მათ არ აღიარებს ქვეყანაში, არც ხალხი არ აღიარებს და არც პოლიტიკური მოთამაშეები არ აღიარებენ და პლუს გარედან არავის მხრიდან არ აღიარება და პლუს დამატებით ამათ სანქციები. მაგას ჭირდება მუდმივად, როგორც კი მაგაზე, როგორც კი პროტესტი თუ აღარ იქნება, ან ყურადღება თუ მოდუნდა საგარეო ფრონტზე, რაღაცები მოიშლება ეგრევე. ისო ჩვენ ამას ჯამში ერთად ვახერხებთ, რა ვიცი, მე მგონია მნიშვნელოვანი ამბავია. სულ უნდა გვახსოვდეს, მაგრამ კარგად ვართ არ ნიშნავს. კარგად ვერ ვიქნებით, მანამ სანამ ათობით ადამიანი ციხეში ზის, სულად უდანაშაულო ადამიანები, რომლებმაც ბევრად მეტი გაბედეს, ვიდრე ყველა ჩვენ დანარჩენმა, გინდა პოლიტიკოსმა, გინდა არაპოლიტიკოსმა და ეს ადამიანები ამ თავისუფლების ბრძოლისთვის ახლა ციხეში არიან. და კარგად ვერ ვიქნებით მანამდე და პირიქით მე სულ ვიძახ ხოლმე, რომ ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება, შეგვიძლია მაგაზეც ვილაპარაკოთ, რატო გაუარესდება და მერე ჩვენ მოვიგებთ და მერე იქნება ყველაფერი კარგად, მაგრამ მანამდე გართულდება სიტუაცია, უკეთესი არ გახდება. თქვენელით ხელისუფლებისგან არ სწრაფ ბზარებს ხელისუფლებაში, არამედ კუდის მოქნევას. მე ანუ რაღაცეები არის, რაც შეიძლება სხვადასხვანაირად ჯეროდეთ ადამიანებს და გააჩნია რისკ ჯერ, ანუ ადამიანებს, რომელსაც ჯერათ, რომ ესენი არიან
ჯერ კიდე ჯერათ რომ ესენი უბრალოდ არიან რაღაცა არ ვიცი ცუდი ხალხი თუ რაღაცა ივანიშვილის ხუშტურებზე მოსიარულე რაღაცა ჯგუფი ადამიანების რომლებსაც უბრალოდ ძალაუფლების შენარჩუნება უნდათ და ეგ აქეთ და უნდათ გააგრძელონ ფულის კეთება და ეს არის ერთ-ერთი მოტივი ხო მათ შეიძლება განსხვავებული მოლოდინები ქონდეთ რა შეიძლება მოხდეს იმიტომ თუ ეგრე უყურებ ამ სიტუაციას მაშინ ამ წნეხით შიდა თუ გარე შეიძლება მივიდეთ იქამდე რომ ისინი დაждენ მოლაპარაკების მაგიდასთან და მოლაპარაკებებით განიტვირთოს პოლიტიკური კრიზისი რომელიც აუცილებლად გადავა ეკონომიკურ კრიზისში მე მგონი ეკონომიკურ კრიზისში ნაწილობრივ უკვე შევაბიჯეთ რაღაც ნიშნები არის ხო ლარს ეთყობა ცოტა გაუფასურება მაგრამ გონია რომ ჯერ სამუშაო ადგილებიც მცირდება კერძო სექტორშიც არა მხოლოდ მაგას შეგვიძლია ვისაუბროთ რა შეიძლება ველოდოთ მაგ მიმართულებით შეიძლება საინტერესო იყოს იმიტომ რომ მაგაზე საუბრის რაღაცა საშუალება მაინც ბევრგან არ მეძლევა ხო მე არ უყურებ ესე მე არ უყურებ რომ ჩვენ ვართ რეალობაში სადაც ერთი რაღაცა გაგიჟებული ოლიგარქი რომელსაც ჯერა რაღაცა YouTube-ზე მოსმენილი რაღაცა რუსულენოვანი YouTube-თან ეგნიშნულმა რუსულენოვანი YouTube-ზე მოსმენილი რაღაცა კონსპირაციის თეორიების რაღაცა deep state-ზე და იმაზე გლობალურ რომის პარტიას და რაღაც ბოდებზე და ის მართავს ახლა ამ ადამიანებს და მთელი ამბავი ის არის რომ ხელისუფლების ხელიდან გაშვება არ უნდა მე მჯერა რომ ხელისუფლებაში არიან რუსები ეს არიან რუსები არ ნიშნავს იმას რომ ანუ უბრალოდ იმას არ ნიშნავს რომ რაღაც ინსტრუქციებს იღებს ივანიშვილი ან ვიღაცები მე მჯერა რომ ამ ქვეყანაში უკვე ბოლო ალბათ 1-2 წელია მაინც სტრატეგიული მიმართულებები ჩაბარებული აქვს რუსებს ანუ მე მჯერა რომ ივანიშვილს არ უნდა რომ შარში გაყოს თავი მას არ უნდა რომ აღმოჩნდეს სიტუაციაში როდესაც ის დამარცხდება და მოუწევს თავის მართლება პუტინთან რომელიც მას ეტყვის ეს რატო არ გააკეთე, ან ის რატო გააკეთე, ან ესე რატო არ გააკეთე, ან ისე რატო არ გააკეთე. ამიტომ გონია რომ სტრატეგიული მიმართულებები, რომელიც მნიშვნელოვანია რუსებისთვის, რომ აქ შეინარჩუნონ ხელისუფლება, უბრალოდ რუსების ხელში არის. ანუ უშიშროებას რუსები მართავენ, შსს რუსები მართავენ, პროტესტს რუსები არბევენ რუსული მეთოდებით, პროპაგანდას რუსები მართავენ, ისაც ჩვენ ხშირად გონია რომ ბევრჯერ შეგვიმჩნევა ხო რომ ჩვენ გვაქვს ხოლმე რომ აი რა ეს პირდაპირ გადმოიღეს აი კოპი პეისტი აქვს გადმოტანილი რუსებიდან არაფერი კოპი პეისტი არ აქვს გადმოტანილი იგივე ხალხი ვინც რუსეთში მართა ეს პროცესები რაც როცა იქ მიიღეს ის რუსული კანონი იგივე ხალხი მართავენ აქ პროტესტებს და უბრალოდ მარტივად რასაც იქ აკეთებდნენ იგივეს აკეთებენ აქ ისო კობახიძე გამოდის და რუსულ კანონზე იძახის იმეორებს ერთ-ერთი სიტყვებს რომელსაც პუტინი იძახდა რომ რა პრობლემაა უცხოური აგენტი ხო არსებობს საგადასახადო აგენტი ხო არსებობს სადაზღვევო აგენტი ანუ ერთ-ერთი რომ იმეორებს და ჩვენ გონია რომ უბრალოდ დააკოპირეს იქიდან მოусმინეს პუტინს და დააკოპირეს არა სინამდვილეში იგივე ხალხი ვინც ის დაუწერა პუტინს დაუწერა ესა კობახიძეს ხო თუ ამას დავიჯერებთ რომ თუ ამ თეორიას განვავრცობთ უბრალოდ დავაკონკრეტებთ გულისხმობთ რომ არსებობენ არ ვიცი რუსული უშიშროების თანამშრომლები რომლებიც აქ დასაქმებულები არიან თუ აქ არიან საქართველოში არიან და მართავენ პროცესებს, ანუ ვიღაცები ჯგუფი მართავს პროპაგანდას, რაღაცა ეს არის შეგრძნება თუ მტკიცებულებები ან ინფორმაცია. შეგრძნება რა ფაქტია. რწმენის საკითხია თუ უფრო მეტიც. რაღაცა ფაქტები ხო არსებობს, ანუ მაგათად არსებობს ისო საქართველოს უშიშროებას აქ ხელშეკრულება გაფორმებული ბელორუსის უშიშროებასთან. ეს ხო არ არის მოგონილი ამბავი. ბელორუსის უშიშროება არის კაგები რუსული FSB-ს გაგზელება არის, ხო? ანუ იმასთან თუ გაქვს შეთანხმება, ეგ ნიშნავს რომ პირდაპირ გაფორმებული გაქვს FSB-სთან შეთანხმება. არსებობს ინფორმაციები, რომელიც გამოიტანეს ყოფილმა ოცნების ხალხმა, რომ საქართველოს შსს და უშიშროებისცენი გადადიოდნენ და ვლადიკავკაზში რაღაც იქით ხდებოდნენ რუსების FSB-ს ვიღაც წარმომადგენლებზე ასე შემდეგ. არსებობს კონკრეტული ფაქტი, როდესაც არჩევნებზე ადამიანი, რომლის თავშიც ამერიკა იხდის $10 მილიონ, იმიტომ რომ აწყობილი ქონდა რაღაც პროპაგანდის ქსელი ამერიკაში, საქართველოში იყო ჩამოსული, CESCO-ს აკრედიტაცია ქონდა და შეესწრებოდა ნებისმიერ უბანზე, ნებისმიერ ოლქში და ნებისმიერ CESCO-შიც კი შეეძლო შესულიყო. ანუ არსებობს რაღაცეები, რაც ჩანს აუ ღია წყაროებში არსებული ინფორმაციაზე და არის და როგორ იქცევიან იმაზე დაყნობით მგონია რომ ისინი აკეთებენ ამას და მათ შორის ივანიშვილის ხასიათიდან გამომდინარე ამ მგონია რომ ის შარში გაყოფს თავს და პუტინს
ვაიდა წააგოს პუტინს ათქმევინებს რომ რატო წააგებდა იმას თუ რამე ეშინია პუტინის ეშინია რომ დედამიწის ნებისმიერ წერტილში მიწუდება და რაღაცას დამართებს ხო ამიტომ მე ჩემი ამოსავალი არის ის რომ ხელისუფლებაში ყავს რუსები ეს ხშირად ვიღაცები ხშირად ამას ამბობენ ხოლმე მაგრამ მე რაღაც საკითხებზე მსჯელობისას ამას ცოტა უხვევენ ხოლმე თითქოს ესე არ არის და მე ამოვდივარ ყოველთვის მაგიდან როცა რაღაცა კითხვები არსებობს რომ ამას რატო აკეთებენ ესე რატო აკეთებენ ისე ერთად ყველაზე ცნობილი კითხვა რომელსაც უცხოელებმების ვამბობ ხოლმე რომ ეს რუსული კანონი რატო შემოიტანეს რაში ჭირდებოდა არჩევნების მერე რატო თქვეს რომ ევროინტეგრაციის ხო და კითხვა იბადება მარტო იმ შემთხვევაში თუ არ გჯერა რომ ხელისუფლებაში რუსები არიან თუ გჯერა რომ ხელისუფლებაში რუსები არიან მაშინ მე კითხვა არ არსებობს იმიტომ რომ რასაც ამბობს ივანიშვილი 28 აპრილი იყო ხო 29 როცა საჯაროდ თქვა რომ უნდა გაწმინდოს საქართველოს რაღაც დასავლური გავლენისგან რაც ნიშნავს რომ ამ ქვეყანაში აღარ უნდა იყოს დამოუკიდებელი მედია აღარ უნდა იყოს კრიტიკული ოპოზიცია აღარ უნდა არსებობდეს აღარ უნდა იყოს ქუჩაში პროტესტი აღარ უნდა არსებობდეს სამოქალაქო ორგანიზაციები სიამდვილეში ერთადერთი რაც ახლა ჩვენ ქვეყანას განასხვავებს ბელორუსისგან და რუსეთისგან არის ის რომ ეს რაღაცები არსებობს ჯერ კიდე ამ ქვეყანაში ამას როგორც კი განადგურებთ და მაგისთვის ჭირდებათ რუსული კანონი მედიისთვის და სამოქალაქო სექტორისთვის მაგისთვის ჭირდებათ ჭყალებში ეგრეთ წოდებული ანტიკორუფციული ბიურო რომელიც მარტო ოპოზიციურ პარტიებს დაძდევს და პროტესტი თუ მინელდა დამთავრდა ამ დანარჩენი მართვის ფორმა როგორი სისტემა გვაქვს შექმნილი როგორ მუშაობს სახელმწიფო აპარატი, როგორ მუშაობს პირველ რიგში მართლმსაჯულების სისტემა, თავის პოლიციით, პროკურატურით, თავის მანდატურით და სასამართლოით ყველაფრით ერთად. თავიდან ბოლომდე ყველაფერი რუსეთია, როგორ შლიან აქციებს, როგორ აწამებენ ადამიანებს, ეს ყველაფერი არის თავიდან ბოლომდე უკვე რუსეთი. მან თუ არ თუ უკვე ყველანაირად გარდა იმისა, რომ ეს რაღაცები გვაქვს შენარჩუნებული. ამიტომ საით წავა, რომ დავასრულო კითხვა ცოტა გამიგრძელდა, მაგრამ საით წავა ეს პროცესი წავა, უბრალოდ რითი დასრულდება. საით წავა შეგვიძლია მე მაგას ვიცი. უცმო იქნებს თუ არა ხელისუფლება. ხო, მე მგონია, რომ საბოლოო ჯამში დასრულდება იმით, რომ ივანიშვილი გაიქცევა. ანუ ეს ამბავი ან უნდა დასრულდეს რაღაცა ტიპის მოლაპარაკებით, რომელზეც რაღაც დათმობებზე ისინი წავლენ და ეს დათმობა უნდა იყოს ის, რომ ამ ქვეყანას ჩატარდეს ერთი რომ პოლიტპატიმრები გათავისუფლდეს და ჩატარდეს ნორმალური არჩევნები, ან მეორე არის რომ ივანიშვილი უნდა გაიქცეს. მე ვიხრები მაგ ვერსიისკენ, იმიტომ რომ მგონია რომ ხო, მე მგონია რომ გაიქცეს. ვისთან ერთად მარტო ალბათ ოჯახის წევრებთან ერთად, როგორც გარბიან ხოლმე ეგეთი ტიპის ადამიანები, როგორც ასადი გაიქცა მაგალითად. არ ვიცი, საფრანგეთში მგონია რომ გაუჭირდება, მათ შორის ეს მაკრონის ზარიც მასთან მგონია რომ არ იყო რაღაცა მეგობრული ზარი და მგონია რომ მაგ საკითხსაც შეეხებოდნენ. ხო, მგონია რომ ეგეთი მარტივი არ ვიცი. რუსეთი, ბრაზილიას ახსენებენ არ ვიცი, მაგრამ ფინალი მგონია რომ უფრო ეგ იქნება ვიდრე ის რომ ესენი გონსმოეგებიან და დაждდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან. ოღონდ ამას ჭირდება ჯერ ბრძოლა. იმას კი არ ვამბობ რომ ეს გარანტირებული არ ამას ჭირდება ბრძოლა, ყოველდღიური მათ შორის ბრძოლა რუსთაველზე, ყოველ დღე რასაც ეს ადამიანები აკეთებენ, რომლებიც იქ დგანან. მე ცოტა ხანი გადავალ ჩვენი აუდიტორიის კითხვებზე, მადლობა ხალხო, ვინც აქტიურობთ. ბევრი კითხვებია და ამიტომ ნელ-ნელა და წავიკითხავ და მე ისევ ჩემ კითხვებს დაუბრუნდები. ბატონო ზურა, ჰერმან საბოსთან დისკუსიაზე რა აზრის ხართ, თუნდაც რადიო თავისუფლების მასპინძლობის პირობებშია დისკუსიის თემა 21:50 უკეთ არჩევს, ეს ჩვენ დაგვითმეს. აზრის არა ვარ, აზრს ვერ ხედავ მაგ დისკუსიაში. კაი ბატონო. რეგიონებში გასვლას გეგმავთ? არა. ამ წუთში ეგეთი გეგმა მე არ მაქვს, თუმცა კოალიციით და ჩვენი კოალიციიდან შეიძლება სხვა ლიდერებს მქონდეთ ეგეთი რამე გეგმაში. მე მგონია რომ აქ უფრო ეფექტური ვარ სადაც ვარ თბილისში და ყოველთვის ესე იყო და ეხლაც მგონია რომ ესე არის. ამიტომ მე მქონია ბევრი გასვლები რეგიონებში, მაგრამ მგონია რომ ცოტა ხავს ხვდები და ბევრი დრო მეხარჯა, მოდი ესე ვთქვათ რა, cost effective როგორ არის, ხარჯ ეფექტური არ არის, იმიტომ ცოტა ხალხი გამოდის ჩემთან შესახვედრად, იმიტომ ისაც ძალიან ცოტა ხალხია დარჩენილი, ოღონდ ამაში გულისხმობ რეგიონებში გასვლას და არა დიდ ქალაქებში, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდშიც, რუსთავშიც, კი, სადაც ვახერხებ რომ ბევრი ადამიანი შევხვდე, იქ ცხადია ამას აზრი აქვს და უფრო სოფლებში გასვლის შემთხვევაში მე ყოველ შემთხვევაში ყოველთვის ვაწყდები ამ პრობლემას რომ ძალიან ცოტა ადამიანია ვისთანაც ვახერხებ კომუნიკაციას როცა იქ ჩავდივარ. თუ შეიკრიბება არ ვიცი 20 ადამიანიც კი და მე 10-იც რო იყოს და მეტყვიან რომ ჩამოდით რაღაც დალაპარაკებინა არც ერთხელ უარი არ მithქონს თუ სურვილი იქიდან მოდის, მაგრამ მე რო ჩემი ინიციატივით წავიდე ძალიან ცოტა ადამიანთან ვახერხებ ფიზიკურად შეხვედრაზე მგონია დროს ხარჯავ ტყუილ. ამ ხალხს უშლიან ოპოზიციონერებთან შეხვედრას თუ თვითონ არ უნდა თუ თქვენ გიჭირთ მათთვის გასაგებენაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ დიდწილად მით უმეტეს პატარა დასახლებებში პროპაგანდა კიდევ უფრო კარგად არა, გასაგებენაზე საუბრის პრობლემა მან და არ არის ჩემი, მან პრობლემა არის ის, რომ რეგიონები არის დაცლილი, რეალურად ძალიან ცოტა ადამიანი არის დარჩენილი და ვინც არის დარჩენილი, მათი დიდი უმრავლესობა
არის ბიუჯეტზე დამოკიდებული. ანუ ან პენსიას იღებს თქვენთან შეხვედრა? ხო, ჩემთან ნაოზე ხო, ოპოზიციასთან შეხვედრა. პრობლემა არის კი. ანუ ან პენსიას იღებს, ან სოციალურ დახმარებას იღებს, ან თვითმმართველობის რაღაცა სტრუქტურაში არის დასაქმებული და პირდაპირ ბიუჯეტზე არის მიბმული, ან დასაქმებული არის ადგილზე რაღაცა ბიზნესში. ეს რაღაცა ბიზნესი როგორც წესი არის რაღაცა არ ვიცი, ხრეშის კარიერია, ხრეში არ არის ქართული ინერტული მასალების კარიერია, ლიცენზია აქვს აღებული ვიღაც ადგილობრივ კოდს ფეოდალს და იმ ფეოდალს ყავს დასაქმებული და ამ მნიშვნელობა აქვს პირდაპირ ბიუჯეტიდან მიიღებს თუ ლიცენზიით დაწყობილ ბიზნესთან მიიღებს საფრთხეს ხედავსო თუ ოპოზიციასთან გამოჩნდება შეიძლება სამსახური და შემოსავალი დააკარგოს ისიც და მის ოჯახის წევრებსაც ეშინიათ იმიტომ რომ ისინიც რო გამოჩნდნენ ამას გააგდებენ სამსახურიდან ამიტომ იქ პრობლემა არის სერიოზული ზოგადად ადამიანების შეკრების და რაღაცა დიდი რაოდენობით ადამიანთან საუბრის შემდეგი კითხვაც რეგიონებზე პრინციპში უპასუხეთ, მაგრამ მაინც წავიკითხავ, როდის იწყებთ რეგიონებში სიარულს და როგორ აპირებთ დაუპირისპირდეთ ქოცების მიერ ხალხის დასაშინებელ პროპაგანდაზე თუ გინდათ უპასუხოთ. მე სიმართლედ ვერ ხედავ საარჩევნო ეხლა ვიყო წინა საარჩევნო რაღაც კამპანიის რეჟიმში, მაშინ კიდე დავინახავდი რაღაც აზრს რეგიონებში სიარულში რა მაგ შემთხვევაში. ეხლა მგონია რომ ჩვენ ვართ ისეთ რეალობაში, სადაც ისეთი მკვეთრი ხაზებია გავლებული და იმდენად ნათელია თეთრი და შავი, რომ რა ვიცი, აი ის ადამიანები, რომლებმაც ნახეს რამდენიმე ღამის განმავლობაში ზედიზედ როგორ აწამებდნენ ახალგაზრდებს და მერე მოისმინეს ამ ახალგაზრდების მოყოლილი ისტორიები. ნახეს კადრები, ნახეს დასახიჩრებული სახეები. ამის შემდეგ არ ვიცი, ნახეს თუნდაც იგივე ის კადრები, როცა რაღაცა ტიტუშკების ჯგუფი ახალგაზრდებს ცემს, ან TV პირველის ჯგუფსაც მისწავს და იქ ორი ჩემი გადაღებულია ეს კადრები აივნიდან და იმიტომ იქ დგას ორი პატრულის მანქანა და ზემიდან უყვირი ვართ რატო ფსარშები და არაფერს არ შებოდნენ და ტიტუშკები რო დავიწყენ აქეთ წავიდნენ აქეთ დაგვიწყეს მერე კაჩაობა რა გაყვირებთ და რაღაც. აი ეს ყველაფერი რო ნახე, ამის შემდეგ თუ კიდე იქით ხარეს დგახარ, ხო აი რო ჩავიდე და დაველაპარაკო რაზე უნდა დაველაპარაკო არ ვიცი ანუ რა უნდა დავპირდე რა უნდა აუხსნა რა უნდა მართლა არ ვიცი ანუ ვინმე თუ მეტყვის რომ აი ეგეთ ადამიანს რომელმაც ეს ყველაფერი ნახა და მაინც იქით ხარეს დარჩა იმიტომ რომ რაღაცა სისულელების ჯერა ან იმიტომ რომ მისი კეთილდღეობა არის ამაზე დამოკიდებული იმიტომ რომ კონკრეტულ არხებს უყურებს სადაც ეს ყველაფერი არ გადის არ მჯერა მაგისი არ მჯერა შეუძლებელია ვიღაცა ანახებდა ან სოციალებში ნახავდა ან ვიღაცა ანახებდა ან შვილი ანახებდა ან შვილი ანახებდა ან მეზობელი ანახებდა ან მოუყვებოდა და მე უნდა დაინტერესებულიყო და ენახა შეუძლებელია რომ ჩვენ ისეთი ამბავი გამოვიარეთ რომ ეს აღწევს ყველგან და შეუძლებელია იქ არის ან ლაპარაკი იმაზე რომ ან უბრალოდ თავს თვალ იბრმავებს ადამიანია ისრულებს ან უბრალოდ მისი კეთილდღეობა ყოველდღიური იმდენად არის დამოკიდებული რომ იყოს კოცი რომ დარჩა მაინც კოცად ანუ მორალზე თქვა უარი და ეგეთ ადამიანს მე რა უნდა აუხსნა რა უნდა დაველაპარაკო მართლა არ ვიცი თუ ვინმე მასწავლის რამე გზას ხო არ ვიცი ან მე ლაპარაკი ჩემი ის არის უმაგას ვიძახდი რომ პოლიციებსაც უნდა ველაპარაკოთ და ყველას უნდა ველაპარაკოთ და საბოლოო ჯამში მაინც შეგვიძლია კიდე რაღაცები აუხსნა და სადღაც რაღაცა გამოვდოთ და გავაგებინოთ მაგრამ ამ ყველაფრის ნახვის მერე რომ კიდე ადამიანი იქით არის მე არ ვიცი რაზე უნდა დაველაპარაკო ამიტომ მე მიჭირს და ამიტომ ხო ვინმეს თუ აქვს რამე ფორმულა რეცეპტი როგორ შეიძლება ეს გააკეთოს ის და გააკეთებს ოკეი ის შეგრძნება გააქვთ რომ რაღაცებს მათ შორის ეხლა არსებულ მდგომარეობას თქვენ ბევრად უფრო მუქ ფერებში და ტრაგიკულად აღიქვამთ, ვიდრე ის ხალხი, ვინც გთხოვთ, არ ვიცი, რეგიონებში ჩასვლას, ხალხთან ლაპარაკს, გეგმის ქონას და ასე შემდეგ. ანუ გაქვთ აღქმა, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს კარგად გააზრებული თუ, არ ვიცი, გაცნობიერებული, როგორ რთულ ეტაპზე ვარ, არის ქვეყანა. მე მგონია, რომ ის ხალხი მათ შორის ვინც მაგას მთხოვს მე და ის ხალხი ერთნაირად უყურებთ ამ რეალობას. რაც მოყევი ამ რეალობასაც იმას რა ელის ამ ქვეყანას მგონია რომ ერთნაირად უყურებთ. უბრალოდ ჩემი დაკვირვებით ეგ ხალხი ელაპარაკება გარშემო ბევრს, მათ შორის შეიძლება ოჯახის წევრი ყავდეს, ეგეთი შეიძლება მეზობელი ყავდეს, შეიძლება უბნელი ყავდეს, რომელსაც ცდილოსო დაარწმუნოს და არ გამოსდის და უბრალოდ ჯერა რომ შეიძლება მე ეს უკეთესად შევძლო.
უბრალოდ მე არ ვჯერა მაგის. იმიტომ მე მგონია რომ ეგ ხალხი რასაც ელაპარაკებიან, მეც იგივე უნდა ველაპარაკო. შეიძლება არ ვიცი ხუთი დამატებითი არგუმენტი მოვიყვანო, მაგრამ მე მგონი რომ იმ ხალხის პრობლემა ვინც საკითხარეს არ გამდის ის კი არ არის რომ ეს ადამიანები იმას რაღაცას ვერ უხსნიან და ვერ აგებინებენ. სხვა პრობლემა არის. ის ხალხი ან მართლა ვერ ახერხებს რაღაცების გააზრებას, ან უბრალოდ მორალზე აქვს ნათქვამი უარი და რაღაცა საკუთარი ეს დღევანდელი კეთილდღეობა, შემოსავალი ბიუჯეტიდან თუ იქიდან თუ აქედან ურჩევნია ნებისმიერ სხვა რაღაცას. Вот იმ ადამიანებს გონია რომ მართლა ჯერათ რომ მე რადგან ახლა რაღაც პოლიტიკოსი ვარ და ლაპარაკი ჩემი საქმე, აი მე თუ დაველაპარაკები მის მეზობელს მე უკეთესად გავაგებინებ. მე ნაკლებად ვჯერ, ბევრი მაქვს ნაცადი, მართლა ბევრი მაქვს ნაცადი, ბევრი დრო მაქვს მაგაზე დახარჯული ჩემ გარშემოც და არა შეუძლებელია. ამიტომ აღარა მაქვს ეგეთ ხალხთან საერთოდ კომუნიკაცია მე. კეთილი. შემდეგ კითხვაზე გადავალ. წინა საარჩევნოდ ჩატარებული კამპანია, რომ შანსი არ იყო გაყალბების სტრატეგიის ნაწილი იყო და უბრალოდ ადამიანებში არ გინდოდათ ნიჰილიზმის დათესვა, თუ მართლა გჯეროდათ, რომ ამ სისტემით არ გაყალბდებოდა. ეხლა მივხვდი ის კამპანია, რომ შანსი არ იყო, რომ გაყალბებულიყო. რაღაც პროცენტს უშვებდით შანსს რომ ვერ გაბედავდნენ ამის გაკეთებას ის რო არ გაყალბდებოდა მაგისი არავის არ ჯეროდა ჩემ გარშემო არც კოალიციის შიგნით და არც მათ შორის სხვა პარტიულ ჯგუფებში იმიტომ რომ ყველასთან ქონდა მაშინ კომუნიკაცია ის რო გაყალბებას არ ეცდებოდნენ მაგისი არავის არ ჯეროდა მაგრამ პატარა პროცენტს უშვებდით იმას რომ სხვაობა იმდენად დიდი იყო და ყველა კვლევა მას გვიჩვენებდა რომ ესე ვერ გათავხედებოდნენ და ამდენს ვერ გაბედავდნენ მაგისი რაღაცა იმედი მართლა გქონდა ყველას ესე ბეჯითად რო იმუშავებდნენ კოლ-ცენტრებით კოორდინატორებით და ასე შემდეგ ეს იცოდით? არა ვიცოდით რა სქემებითაც მუშაობდნენ ყველა წინა არჩევნების დროს მათ შორის ამ სქემებთან დაკავშირებით საჯაროდ ლაპარაკობდით და ყვიროდით რომ სუსი მუშაობს ამას აკეთებს იქ ადგილზე მათ შორის გამოქონდა სახელები და გვარები და ვიძახდით რომ აი ეს მუშაობს აქ ზუგდიდში და ამას აკეთებს და იმას აკეთებს მათ შორის ეს სქემები რაც ამუშავებს ეს სქემები გულისხმობდა რაღაც ახალი კომპონენტები დაამატეს და ყველა არა მაგრამ უმეტესობა რაღაცეები დავიჭირეთ და ვიყვირეთ მაგალითად როდესაც შეცვალეს მაგალითად როლების განაწილების წესი საარჩევნო კომისიის წევრებს შორის და რაღაცა ვიყვირეთ ამაზე ბიულეტენზე ვიყვირეთ რომ ბიულეტენი ის იყო გამჭვირვალე იყო ელექტრონული იმაზე დიდხანს ვყვიროდით ჩვენ მანამ სანამ არ ჩამოვაყვანინეთ ამ სმარტმატიკის რაღაცა გენდირექტორი და აუდიტი ვინ ჩაატარა იმის გენდირექტორი სამი თვე დაგჭირდა როგორ იძულებინა ცესკო ეს ხალხი მოეყვანა და ამათ დავლაპარაკებოდი რაღაც კითხვები დაგვესმა და ასე შემდეგ მაგრამ ჯამში რაც ააწყეს ეგ სქემა ვერავინ ვერ გაშიფრა წინასწარ ანუ ვერავინ არ ვიცოდით. ანუ ის როგორ დაალაგებდნენ ის როლების განაწილება რატო იყო მნიშვნელოვანი და რო შედიოდნენ მე პირადობებს რო ართმევდნენ ეს როგორ მუშაობდნენ და პირად ნომრებს როგორ გამოიყენებდნენ და იქ რო ვერიფიკაციაზე ვინც იჯდა ის რო მაგათი ტიპი იყო და ის რო ამ რაღაც პირად ნომრებს გაატარებდა რაღაცა ეს როგორ შეკრავდა ეს ყველა წერტილი და საბოლოო ჯამში რა სურათს დახატა და რა მასშტაბს მიიღებდა ეგ ვერ გათვალა ვერავინ ვერც ჩვენთან და ვერც არ ვერავისთან კეთილი. გიორგი ლომაძე კითხულობს წელს აპირებთ არჩევნებში მონაწილეობასო, ალბათ თვითმმართველობას გულისხმობს. ანუ არჩევნებში მონაწილეობას არჩევნების მონაწილეობა არ მონაწილეობა კი არ არის საკითხი, ანუ ლაპარაკი არის იმაზე, რომ არჩევნები არ არის ამ ქვეყანაში. ანუ ჩვენ თუ ვნახეთ, რომ 26 ოქტომბერს რა რიცხვებიც უნდა ის რიცხვები დაწერეს, ეს ხო ნიშნავს, რომ ნებისმიერ ეგეთ პროცესში შესვლა ნიშნავს, რომ რა რიცხვებსაც უნდა იმას დაწერენ. შენც რა რიცხვებს უნდა დაუწერენ, რომ ეხო არჩევნები არ არის. ანუ მაგაში მონაწილეობა არჩევნებში მონაწილეობა არ არის. მაგაში მონაწილეობა ნიშნავს, რომ უბრალოდ რუსებს ეხმარები დემოკრატიის ფასადის შექმნაში, რომ ვითომ ამ ქვეყანაში არჩევნები არსებობს. ამიტომ არა ცალსახად არა. არჩევნებში მონაწილეობას მარტო მაშინ ექნება აზრი, როცა არჩევნები ჩატარდება ახალი წესებით, ახალი ადმინისტრაციით, მაგაზე გვაქვს წინასწარი შეთანხმება ამ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს და მათ შორის პრეზიდენტთანაც არის ეგ შეთანხმებული, ყოველ შემთხვევაში მონახაზის დონეზე არის, ისე როგორც სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციებთან, რომლებიც ტრადიციულად არჩევნებზე მუშაობენ და არჩევნებს აკვირდებიან, უნდა ჩატარდეს ახალი წესები და ახალი ადმინისტრაცია და არა მარტო ახალი წესები და ახალი ადმინისტრაცია, არამედ მნიშვნელოვანი წერტილების კონტროლი უნდა დაკარგოს რუსეთმა და ქართულმა ოცნებამ, როგორც არის მაგათად შსს სუსი და კიდე რამდენიმე წერტილია. ანუ იმ შემთხვევაში თუ არჩევნები, რომელსაც ახლა ითხოვს ქუჩაც და ოპოზიციაც და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი არ დაინიშნება, ანუ საპარლამენტო არჩევნები თუ არ ჩატარდა იმ პირობებით, რომელსაც თქვენ მისაღებად მიიჩნევთ, მაშინ თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობთ. ჩემი პოზიცია არის, ხა მაგაზე
არ მახსოვს რომ მსჯელობა ყოფილიყო სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან, მაგრამ ეხლა რასაც ხო, ამაზე საუბარი მეც მე მგონი ხო ვიხსენებდი და ვერ გავიხსენე რომ მომესმინა. სასაცილოც იქნება ეხლა მაგაზე სერიოზული მსჯელობა რო დაიწყო ჩემი აზრით. სხვა რეალობაში ვართ ეხლა. ამიტომ არავის არ უმსჯელია მაგაზე, მაგრამ ჩემი პოზიცია არის ეგ. და ამ არჩევნებს, რომელსაც ითხოვთ ახალ არჩევნებს, მესმის რომ რთულია იმის თქმა, როდის შეიძლება დაინიშნოს და რა ვადაში, მაგრამ აი სისტემას როგორც ახლა გამოიყურება ქართული ოცნება, თვითმმართველობამდე შეიძლება დაიხიოს უკან თუ თვითმმართველობის არჩევნებამდე. ბევრ რამეზე არის დამოკიდებული. მოდი მაშინ მივყვეთ როგორ შეიძლება პროცესები განვითარდეს და აქედან გამომდინარე შეიძლება გამოჩნდეს როდი შეიძლება მოხდეს, მაგრამ რთულის და მან პროგნოზის გაკეთება მგონია ძალიან რთულია. მაგრამ ერთი ამბავი არის ერთი მე მგონი ისაა რომ ეს არის გრძელი ამბავი და ერთ კვირაში და ორ კვირაში არის. სინამდვილეში მე არ უყურებ ეგრე მართლა გულწრფელად, იმიტომ რომ მე მგონია რომ ეგეთი სისტემები ზოგადად ბოლო წამამდე ქმნიან ფასადს, რომ ყველაფერი არის კარგად. ანუ ის რომ ისინი ხა აგრძელებენ ჩვეულებრივად რომ ვითომ არაფერი არ ხდება, ვითომ ყველაფერი კარგად არის და თავისიანებს არ წუნებენ რომ არც არაფერი პრობლემა არ არის, არანაირი კაცო რა პრობლემაა, სანქციები და რაღაცა აქვს სამშობლოს გულიზა. ხო, ეგ ყველაფერი არის სინამდვილეში ფასადი, ხო? ანუ ბოლო წამამდე ყველა ეგეთი რეჟიმი ბოლო წამამდე არის ეგრე. მაგ მოუდში არის რომ ვითომ ყველაფერი კარგად არის და მე შეიძლება ერთხელ უсе ყველაფერი ჩამოიფშნას. ასადის მაგალითი არის კიდე კარგი მაგალითი, ბოლო მაგალითია და მაგიტო თათბირი ქონა დანიშნული მეორე დღეს საღამოს დაბარებული ყავდა თუ კი ვინმე მნიშვნელოვანი ტიპი იყო იქა ყველა თათბირნო ჩაეტარებენ და იმ დროს გაფრინდა მოსკოვში, ხო? ანუ კაცმა არ იცის სინამდვილეში შეიძლება ხვალ ჩამოიფშნას ყველაფერი, შეიძლება ამას დაჭიდეს რამდენიმე თვე. მაგრამ პროცესი როგორ წარმომიდგენია? ერთი რომ უნდა გაგრძელდეს, რასაც ვაკეთებთ, ეს არის ამათი სრული იზოლაცია. ანუ არ აღიარება ქვეყნის შიგნით, არ აღიარება ქვეყნის გარედან და პლუს ამას დამატებული სანქციები. უნდა სანქციები უნდა იყოს ბევრად უფრო ფართო, ბევრად უფრო სიღრმეებში უნდა წავიდნენ ისინი, მათ შორის ჩემს უნდა შეეხონ ოჯახის წევრებს და კომპანიებსაც, ივანიშვილის და ასე შემდეგ. და ეს პროცესი უნდა გავაგრძელოთ. ანუ პროტესტი უნდა გაგრძელდეს ყველა შემთხვევაში და გარეთ იზოლაცია უნდა გაგრძელდეს. აი ეს იზოლაცია უნდა გაგრძელდეს არ არის მარტო არ აღიარება ქვეყნების მხრიდან ის რომ მათ არ მიულოცეს გამარჯვება რაღაც პირობითად კობახიძეს და ყაველაშვილს. ეხლა არის რიგი ორგანიზაციები და ამ ორგანიზაციების ღონისძიებები, ისე როგორც ღონისძიებები, სადაც ტრადიციულად სხვადასხვა სახელმწიფო სხვა სტრუქტურები იღებენ მონაწილეობას. ევროპის საბჭოს მიმართეთ, მაგალითად ეხლა არის პასეს ამბავი, ხო, პასი არაერთხელ ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა პასეს გარდა კიდე სამი სხვა ივენთი არის იგივე იანვარში და ჩვენ მუშაობთ იმაზე, რომ იქაც პრობლემები შეექმნათ. პასე ყველაზე მნიშვნელოვანია, ალბათ, იმიტომ რომ პასეში არსებობს კონკრეტული პროცედურა, რომ ამათი credentials როგორ არის არ ვიცი ქართულად, მაგრამ უფლებამოსილები მოდი არ სნონ და მაგაზე მუშაობთ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომელიც არიან პასეში, მაგალითად ჩვენ ალდეს ხაზით მუშაობთ. ამ შემთხვევაში ჩვენი კოალიცია, იმიტომ რომ ჩვენც და დროაც ალდეს წევრები ვართ, სტრატეგია აღმოჩენილიც ასევე ალდეს არის, ლელოც ასევე ალდე არის, ნაციონალური მოძრაობა მუშაობს IPP-ის ხაზით, მაგრამ მუშაობთ იმაზე, რომ მათი კრედენშიალები არ აღიარონ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენები ხელს არ ჩამოვართ, ხელი არ უნდა ჩამოვართ, არ უნდა მიიღონ, ხელი უნდა ჩამოვართონ. ეგეთი არის კიდე ბევრი ხარი. ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, სადაც ასევე შეიძლება ამაზე მუშაობა მეტნაკლებად, სადაც არის EUTO-ს საპარლამენტო ასამბლეა, სადაც რთულია მუშაობა, იმიტომ რომ იქ EUTO ცოტა განსხვავებული ორგანიზაციაა, სადაც ყველა გადაწყვეტილება კონსენსუსით მიიღება და რუსეთი არის იქ და ყველაფერს ჭედავს და ამიტომ იქ გაჭირდება მუშაობა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სამუშაო არის. მარტო საქართველოს პარლამენტი არის 11 საპარლამენტო ასამბლეის წევრი. ამ 11-დან 8-ზე შეიძლება მუშაობა. რო არა, იმიტომ დანარჩენი 3 რთულია. ერთ-ერთი არის მაგალითად გავრილოვ რო ჩამოიყვანა რაღაცა მართლმადიდებელი ქვეყნების ასამბლეა თუ რაღაცა და იქ რუსები მართავენ ყველაფერს და იქ გაჭირდება მუშაობა, მაგრამ მაინც. გარდა ამისა არის საერთაშორისო ფორუმები. სადაც არ უნდა დაუძახონ ამათ, ანუ ესენი უნდა ყონ ფარი, ხელი არ უნდა ჩამოვართოს არავინ. მაგას ჭირდება რეგულარული მუშაობა, ანუ კიდევ იმერებს არ არის ის, რომ ერთხელ არ აღიარეს და მორჩა დამთავრდა. ისინი მუშაობენ ჩვენზე, არ ვიცი, მილიონჯერ მართლა, მილიონჯერ მეტი ფული აქვთ და რესურსი აქვთ, ლობისტები ყავთ, ყველანაირ გზას და ყველაფერს ცდილობენ, რომ გამოიყენონ იმისათვის, რომ სადღაც ერთი ფოტო მაინც გადაიღონ, რომ კობახიძე ვიღაცას უბრედურად ხელს ჩამოვართოს, ან საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნეს, რა ქვია. მაკაბოჭორიშვილი. სადმე ოღონდ ვიბაცამ ხელი ჩამოვარდა ფოტო გადაიღონ და პატარა ვიდეო ქონდეთ, რომ ატრიალონ და აჩვენონ, რომ აი ყველაფერი კარგად არის, ჩვენ დასავლეთთან პრობლემა არ აქვს, ვლაგდებით. ანუ ეს მუშაობა არის გასაგრძელებელი, რომ იქიდან ეს იზოლაცია გაგრძელდეს. ამის გარდა, რაც მოხდება ის, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი ნებისმიერ შემთხვევაში გადავა ეკონომიკურ კრიზისში და ამის ნიშნები უკვე არის, იმიტომ რომ
ლარსაც ჭირს ახლა რომ გაიქცა ეგ არის კონკრეტული ინდიკატორი რომ ეკონომიკას პრობლემები აქვს. ლარი ხა არის 100, 2.91, 2.83 იყო ბოლოს რო ვნახე ჩემს სახლთან ყაზბეგის გამზირზე. სექტემბერ-ოქტომბერში გაიდეს 736 თუ სწორად მახსოვს 740 დაახლოებით $1,000,000 რეზერვები. ეხლა საქართველოს სავალუტო რეზერვები არის ჩამოსული კრიტიკულ ზღვარს ქვემოთ, ანუ ჩვენ გვაქვს ხა რეზერვი ოდნავ შეიშალა საბოლოოდ ეგეც კომერციულ ბანკებთან ფულცაზე შეავსეს სინამდვილეში სადღაც არის 3 მილიარდ ნახევარი თუ სწორად მახსოვს შეიძლება ცოტა ნაკლები იყოს ან შეიძლება ოდნავ მეტი იყოს რეზერვები უნდა გქონდეს კრიტიკული ზღვარი არის ითვლება რომ უნდა გქონდეს მინიმუმ 3 თვიდან 6 თვემდე დარეზერვებული 3 თვე არის მინიმუმი 3 თვის რეზერვი საქართველოსის ბოლო მონაცემების იმპორტს თუ ნახავთ არის სადღაც 4.5 მილიარდი ანუ სერიოზულად ავართ უკვე ჩამოცდენილი ამ კრიტიკულ ზღვარს 3 თვის რეზერვებიც აღარ გვაქვს დარჩენილი არა გვაქვს ანუ ბოლო თვეებს თუ გავიღებთ იყო დაახლოებით 1.5 მილიარდი იმპორტი სამზერო გამრავლ დაახლოებით 4.5 მილიარდი გამოდის და მაგაზე ქვემოთ ავართ 3.5 მილიარდით ნაკლები გვაქვს ვიდრე 3 თვის რეზერვი უნდა გქონდეს ანუ სერიოზული პრობლემა არის გარდა მაგისა რომ პრობლემა არის უცხო ანუ გვიჩერებენ საერთაშორისო დახმარებებს, ხო? ანუ რეზერვები საიდან უნდა შეივსოს? საიდან რა ვალუტის წყაროები არსებობს, ხო? ერთ-ერთი ვალუტის წყარო, რომელიც ახლა მუშაობს, ერთადერთი. გამართოთ ეს არის უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ოჯახს უგზავნიან აქ ფულს. ფულადი გადაარიცხვის. ფულადი რემიტენსები რაც არის, გადმორიცხვები, ემიგრანტები უგზავნიან აქ საკუთარ ოჯახებს ფულს და ეგ არის რომელიც სტაბილურად მუშაობს. მაგის გარდა ყველა წყაროზე პრობლემაა. ინვესტიციები აღარ შემოდის, დონორების ფული შემცირდა, გარდა მაგისა, რასაც ამერიკელები მუქრებიან ეს არის მარტო ის რომ რაღაცა გერმანიამ რაღაცა 240 მილიონი ევრო აღარ მოგცა ამერიკელები მუქრებიან საერთოდ გააჩერებენ ყველაფერს ამერიკელებს საერთოდ გაჩერება ნიშნავს რომ ეს მარტო გრანტებს კი არ შეეხება რომელსაც გვაძლევდნენ ეს შეეხება საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს როგორც არის მსოფლიო ბანკი EBRD აი ბევრი არის ეგეთი სტრუქტურები სადაც ძირითადი ფული არის ამერიკელების ფული ამერიკელებმა თუ გააჩერეს ყველა გააჩერებს ხო ეგეც არის ვალუტის წყარო ანუ სესხები ვთქვათ მოდი სესხები რომელსაც გარესესხები რომელსაც იღებს მთავრობა იქაც პრობლემები გაჩნდება ტურიზმში პრობლემები არის ხო? მეტი წყარო კი არ არის. ტურიზმის პრობლემებს არ აღიარებს ხელისუფლება. ჯერ არ აღიარებს, მაგრამ მოუწევს რომ სავსეა. მოუწევთ მაგის აღიარებაც. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს წყაროები რომ დათვალო აღარ მახსოვს 5 თუ 6 წყარო არის. ერთ-ერთი წყარო რომელიც ხა სტაბილური ეს არის საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში ემიგრაციაში ყოფი რომლებიც ოჯახებს ინახავენ აქ. მაქედან შემოდის ვალუტა. დანარჩენ ყველა ვალუტის წყაროს აქ პრობლემა და ეს პრობლემები კიდევ უფრო გაძლიერდება. მათ შორის გაღრმავდება იმის გამოც რომ რუსეთში იწყება სერიოზული ეკონომიკური პრობლემები და ოცნება მოახერხა ის რომ რუსეთს მიაბა ეკონომიკის გარკვეული სექტორები, ხო? რუსეთში სერიოზული პრობლემები იქნება, იმიტომ რომ ელოდებიან, რომ რაღაც დაახლოებით სტაგფლაციის რაღაცა მოხდება, თან იქნება ინფლაცია და თან ეკონომიკა იქნება გაჩერებული, რაც ნიშნავს, რომ რუბლი გაუფასურდება, რაც ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეების ყიდულობა შემცირდება და ისინი იყინიან უფრო ცოტა პროდუქტებს, მათ შორის საქართველოსდან ექსპორტირებულ უფრო ცოტა პროდუქტებს. ანუ საქართველოს ექსპორტი შემცირდება, იქნას ნაკლები, ანუ ყველგან პრობლემები ჩანს. და საქართველოში შემოსული და ძელვადიანი ცხოვრების მოსურნე რუსებიც უფრო და უფრო ხშირად ტოვებენ აქ აურობას, ვინც აქ პოლიტიკური სიმშვიდისთვის და უსაფრთხოებისთვის შემოვიდა, თორე რაღაც ნაწილი ჯერ კიდე კარგად ცხოვრობს. მე დატოვა ეგეთმა, მათ შორის ვინც აქ წამოვიდა, იმიტომ რომ აქ ეგონა რომ თავისუფალი ქვეყანა შენდებოდა და ეხლა პრობლემებს ხედავენ აქ. ხო, როგორ უნდა უშალონ მაგის მაშინ ისი იმედი აქვს ოცნებას. მე არ ვიცი, ანუ შიდა რაღაცა საუბრები და ჭორები ვიცი, ამიტომ მაგაზე საუბარს აზრი არ აქვს, მაგრამ მაგის უნდა დააბალანსონ, რომ რაღაცა ფულს მოვიტანთ იქიდან, ჩინეთიდან ფულს მოვიტანთ აქედან, მაგრამ ეგ არ არის მარტივი ამბავი. და დასანქცირებული ივანიშვილი არის დასანქცირებული. და ყველა მიცის რომ ეს ქვეყანა არის ივანიშვილის ხელში ახლა ამ წუთში. ივანიშვილი არის დასანქცირებული მათ შორის რუსული ამბების გამო. უბრალოდ კი არის დასანქცირებული. დასანქცირებული არის იმ რაღაცა executive order როგორ არის, რომელიც ეხება კონკრეტულად იმას, რომ რუსული ინტერესების გამტარებელია. ხო და ვისაც უნდა ჩინური ბანკები ერიდებიან დასანქცირებულ ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობასაც კი, იმიტომ რომ დიდი ვაჭრობა აქვს ბევრ სხვა ვიღაცებთან და არ უნდათ ამერიკული სანქციებისგან რამე საფრთხეც კი დაემუქროთ. ანუ სერიოზული პრობლემა შეიძლება შეექმნა და ამიტომ ეს რაღაცა იმედები, რომ სადღაც ახლა ივანიშვილი წავა, ან ვიღაცა წავა და საიდანაც ბევრ ფულს მოიტანს, მე ნაკლებად ჯერა მაგის რომ ეს მარტივად შეიძლება ვიღაცება აი რაღაც ფული მოიტანა. ოცნების წევრებს ჯერათ ამისი ოცნებასთან დამეკობრებულ ბიზნესს არ ვიცი, აი ბიზნესებს რო არ ჯერათ ჩანს. ის შეხვედრაც რაც გაიმართა, იმ შეხვედრის წინ რა კომენტარებიც გააკეთეს, ხო, de facto პრემიერთან. ხო, ან მე რა კომენტარებიც მოვისმენე და მე პლუს რა ინფორმაციამაც გამოჟონა, აჩვენებს რომ არ ჯერათ. ანუ ისინი ხო ყოველდღიურად ჯიბეზე გზნობენ მაგას, შეიძლება რომლიღაცა ოცნების
დეპუტატს რომელსაც არ აქვს რაღაცა ბიზნესისენი ეგ არ ესმოდეს იმიტომ რომ რაღაცა მარტივად ზის ტენდერებზე და სახელმწიფო რაღაც შესყიდვებიდან რაღაცა ფულს აკეთებს და საერთოდ არ ესმის ამ სანქციების გავლენა რა შეიძლება იყოს მაგრამ ვისაც ესმის ისინი ამაზე წუწუნებდნენ და ხო რუხაძე არის მაგალითად ვისაც ძალიან კარგად ფინანსისტია და რა ვიცი ირაკლი რუხაძესია ლაპარაკი თუ იმესი გესმის ეგ ამბავი ძალიან კარგად ესმის და მათ შორის ხა მისი კომენტარებიც რაც ვნახეთ ეთყობა რომ შეწუხებული არის რა ვიცი მე ვნახე იმაზე BMG-ზე ვნახე ლაშა პაპაშვილის ინტერვიუ ასევე საკმაოდ ვრცელი 40-45 წუთი იყო, რომელიც სრულ სიგიჟეებს იმეორებს, ოცნების პროპაგანდას, რაღაცა გლობალური ომის პარტია და deep state და რაღაცა, მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან შეშინებული ჩანს და იძახის რომ რაღაცა ეს პროტესტი უნდა მორჩესო რუსთაველზე რამდენ ხანში ისტორიის სიგში შევა პირველი ვინც პარლამენტში შევა და რაღაცა. ხო, ამიტომ მაგის ისვისაც ფულთან შეხება აქვს და იცის რას ნიშნავს რაღაც თვალსაჩინო ბიზნეს კეთება, ისინი ძალიან კარგად ზნობენ და ძალიან კარგად ხვდებიან რომ ეგეთი მარტივი ამბავი არ არის. ლაშა პაპაშვილზე დღეს აღნიშნავ რომ 20-მდე ხელოვანმა პრემია დურუჯი დაუბრუნა წლების შემდეგ, რომელიც მისი ინიცირებული პრემია იყო ხელოვნებაში, თეატრში. გავაგრძელებ კითხვებს აკაკი რაზმაძე გვეკითხება თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა და მოვიდა შემოდგომა, რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებში, რა იქნება სწორი პოზიცია ზურას აზრით, ამას პრინციპში უპასუხეთ რომ არ აპირებთ ხო მონაწილეობას, რამაშინ არც იქონდეს და მეტიც არ ვინც მაგაში მაგ ფარში მიიღებს მონაწილეობას, ჩემი პოზიცია კიდე გავიმეორებ, იმიტომ რომ ამაზე ბევრი არგუმენტია, არ ვიცი იქით მხარეს რა ძლიერი არგუმენტები შეიძლება არსებობდეს. მე ვერ ხედავ ყოველ შემთხვევაში, უბრალოდ რავი ფასად შეუქმნის, რომ ვითომ რა ქვეყანაში რაღაც თვითონ ამ ქვეყანაში არჩევნები არსებობს რა, მეტი არაფერი. ძალიან სუსტი ოპოზიცია დღეს პოლიტიკურ ველზე ამის მიზეზებზე ისაუბრეთ და ასევე რატომ არ ხდება სოციალური საკითხი უფრო აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის დროსო, გვანცა თანდაშვილს აქვს ეს კითხვა. მოდი სუსტი ოპოზიციიდან დავიწყებ. დღეში რამდენჯერ გესმით ეს კითხვა? ჩემი არ არსებობს მე არ ვამბობ ეს სუსტი არ არის. ბევრი სუსტი კიდე ისეთი არის. ბევრი ნაკლი აქვს მოდი ესე ვთქვათ, რომელიც გამოსასწორებელია. მაგრამ არ არსებობს ესეთ რეჟიმი, არ არსებობს ისტორიული მაგალითად სადაც ესეთი რეჟიმის პირობებში სადმე არსებობდა ძლიერი ოპოზიცია. ეგ არის ზღაპარი, ანუ ჩვენ არა ვართ რაღაცა არ ვიცი განვითარებული და რაღაცა დიდი ტრადიციის მქონე დემოკრატია კი არა რაღაცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაც კი არა ვართ რომ რაღაცა არ არის აქ პოლიტიკური პროცესი მკვდარია პოლიტიკური პროცესი პარტიებმა რა აკეთონ დღეს არ იციან და პარტიების საქმე არის საარჩევნო კამპანიის ჩატარება, არჩევნების მომზადება, რა ვიცი, პროგრამის დაწერა, მესიჯების მომზადება, მე ხალხთან კომუნიკაცია, რომ აუხსნას რომ რაღაცა ამას რატო პიდები, იმას რატო პიდები, რა ვიცი, ეგ არის პარტიების საქმე. ეს რაღაცები აღარ არსებობს ახლა მოცემულობაში. ხო, ანუ სხვა რეალობაში ვართ. არსებობენ ადამიანები, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ რუსულ რეჟიმს. ეს ადამიანები ზოგი, რა ვიცი, შორად მუშაობს და ცხოვრობს და რუსთაველზე აკეთებს ამას, ზოგი რაღაცა სამოქალაქო რაღაცა ორგანიზაციაში არის როგორც გაერთიანებული, ზოგი საკუთარ თავს აქტივის ეძახის და ზოგი საკუთარ თავს პოლიტიკოს ეძახის. ეს არის სინამდვილეში რეალობა, ეხლა რეალობაშიც ვართ. ვინმე სუფიქრია საერთოდ როგორ არსებობს თუნდაც ეს პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც არსებობენ, ანუ ყოველდღიურად თავი როგორ გააქვთ ამ პოლიტიკურ მოთამაშეებს რთულად ძალიან რთულად. ძალიან რთულად, რა ვიცი, ახლა მე მგონი ერთხელ უნდა დასხდეთ და ილაპარაკოთ. კი, მე მგონი ეგ სალაპარაკო არის, მართლა სალაპარაკო არის, მაგრამ გულწრფელად ღიად. ჩვენ შეგვიძლია მოგესმინოთ. ხო, არ ვიცი, მაგას მე არ ვიცი რატო შევიან მათ ჩემი დაკვირვებით, მაგრამ პოლიტიკურ პარტიები ერიდებიან, იმიტომ რომ რაღაცა ჩვენება იმისი რომ რაღაცა ჯანზე ვერ ახარ და რაღაცა ეს შეიძლება დამდგუნველი იყოს მე მოქალაქეებისთვის, მაგრამ სინამდვილეში მაგრამ მეორე მხრივ ჩვენაც ალაპარაკო არის მაგაზე ყველაფერზე კი აფასებს გულწრფელობას და სურს ნამდვილი სურათის დანახვა და არა მეც გონია რომ ამ ბრძოლას თუ რა მოიგებს გულწრფელობა მოიგებს საბოლოო ჯამში მაგრამ იმის თქმა მინდა რომ მოკეთ რთული ამბავი არის ეს ამბავი, რაც აქეთა ფლანგზე ხდება, არ არის მარტივი ამბავი. ბევრი ნაკლი აქვს, თუმცა ეს ნაკლები არ არის დაკავშირებული იმასთან, რომ ანუ რაღაცები არის, რასაც ფიზიკურად
ვერ გააკეთებ, მაგრამ რაღაცები არის, რაც კარგი იქნება, მაგათაც ეხა გულწრფელობა რაც თქვით, მეტი გულწრფელობა აკეთა ფლანგზე, ჩვეული ნაკლია. მაგას ვერ დააბრალებ იმას, რომ რეჟიმია ესეთი და ამის გამო არა ვარ ბოლომდე გულწრფელი, არა, ეგ ნაკლია. მიკროფონი აი უფრო არა, კი არ მოიწევთ უფრო პირდაპირ პირთან აი ეს მიმართულება რომ შეუცვალოთ და აი რომ დაილაპარაკებთ გასწორდება ხმა მითხარით. ხო და მოკლედ მარტივი ამბავი არ არის, კი, ბევრი ნაკლია ხალხს და ბევრი რაღაცები არის გამოსასწორებელი, მაგრამ ილუზია არ ქონდეს არავის, რომ რაღაცა აქ ასეთ რეალობაში შეიძლება არსებობდეს რაღაცა ოპოზიცია, რომელიც ანგრევს იმებს, კრამიტს. არ არსებობს ეგეთი რამ. ზურა, მეცა როგორი კითხვა იყო, რატომ გაიძახიან ბარიერ გადალახული ოპოზიციაო, აღიარებთ არჩევნებსო? რატო ეძახით საკუთარ თავად ბარიერ გადალახულ ოპოზიციას? კარგი კითხვა არის. მე ვცდილობ ხოლმე სულ დავიჭირო საკუთარი თავი და გავასწორო ხოლმე. და სხვასაც უსწორებ ხოლმე. ხო? არ აღიარებთ ანუ. არა, აღარ უნდა მაგ ტერმინს აღარ უნდა ვიყენებდეთ საკუთარ თავთან მიმართებაში და მეც გონია რომ ეგ არის სწორი. მესმის საწინააღმდეგო არგუმენტი, მანამ სანამ დე ფაქტო ძალაუფლება შენ ხელში არის, მანამდე მაინც ოპოზიცია ხარ, მაგრამ მეც გონია რომ უფრო სწორი იქნება რამე სხვა სახელი დავირქვათ. არ ვიცი. მაინტერესებს ხელისუფლებაში მოსვლის პირობებში ევროპულ შრომის სტანდარტების დაწესების ვალდებულებას კვლავ შეეწინააღმდეგება თუ გაუნათდა გონება და მიხვდა რომ იმსახურებთ ევროპულ შრომის სტანდარტებსო. ილია ლეჟავა გვეკითხება. გამინათდა გონება? ეწინააღმდეგება თუ გაუნათდა გონება? არ გონია ეგ გონების განათება იყოს. ფორმულირებული ესე იყო. მე მგონია რომ რა მე მჯერა რომ შრომის კოდექსი საერთოდ არ უნდა არსებობდეს არც საქართველოში არც არსად და ერთადერთი რაც მოაქვს მხოლოდ უარეს შედეგები მოაქვს ნებისმიერი რეგულაციის არსებობას შრომის ბაზარზე უნდა არსებობდეს კერძო შეთანხმებები დამქირავებელსა და დაქირავებულ შორის და თუ ვინმე არ ღვევს ამ კერძო შეთანხმებას უნდა არსებობდეს ნორმალური სასამართლო სადაც ეს ამბავი გაირჩევა ანუ დაქირავებლის და დაქირავებულის საქმე არის რა ტიპის პირობებზე შეთანხმებიან და მეტი არავის როგორც კი ამას ცდება სახელმწიფო და იწყებს ჩარევა დამქირავებელსა და დაქირავებულ შორის პრობლემებში შემიძლია ნებისმიერი ტიპის ჩარევა ავიღო და შემიძლია მოუყვე თითოეულ ამ ჩარევას რა ნეგატიური შედეგი მოყვება შრომის ბაზაზე ნებისმიერს არ არსებობს ხო ამიტომ მე ამის იმჯერა მაგრამ ასევე მესმის ის რომ საქართველოს თუ გახდება ევროკავშირის წევრი ჩვენ მოგვიწევს გარკვეული რეგულაციების შემოღება შრომის ბაზაზე სხვა გზა არ გვექნება მაგრამ შრომითი რეგულაციები ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც კი არ არის უნიფიცირებული არსებობენ ქვეყნები რომლებსაც აქვთ უფრო ლიბერალური შრომის ბაზრის რეგულირება და არსებობენ ქვეყნები რომლებსაც აქვთ ძალიან შემზღუდავი შრომა ანუ ჩემი პოზიცია იქნება რომ მაინც და მაინც საფრანგეთს ნუ გავაკეთებთ იმიტომ რომ დედას უტირებს ყველაფერს ამ ქვეყანაში და ავირჩიოთ მაგათად დანიის შრომის რეგულაციები რომლებიც შედარებით უფრო ლიბერალურია კეთილი. მაშინ როცა ხალხის დიდ ნაწილს საპრეზიდენტოდან საპარლამენტოზე გადასვლა არ აქვს გაცნობიერებული ოპოზიციამ მეტი მკაფიოობა ხომ არ უნდა შეიტანოს იმაში, როგორ აპირებენ ქვეყნის მართვას და კრიზისების დაზღვევასო. ხალხს არა გააზრებული საპრეზიდენტო და საპარლამენტოზე გადასვლა? მაგაზე მეტი სიცხადე არ ვიცი როგორ უნდა შეიტანო, მაგრამ ჯერჯერობით ჩემი დაკვირვებით რასაც ვახერხებთ არის ის, რომ უბრალოდ ადამიანებს ველაპარაკებით, რომ შემდეგი მმართველობა იქნება კოალიციური მმართველობა. მაგის იქით ვერ მივდივართ, იმიტომ რომ მე ვერ მივდივარ იმის გამო, რომ გულწრფელად არ ვიცი ეს რა სახეს მიიღებს. მე არა გვაქვს ეგ გამოცდილება. ამ ქვეყანას არ ყოლია ჯერ ეგეთი ხელისუფლება, ამ ქვეყანას ჯერჯერობით დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ სულ ყავს ერთპარტიული მმართველობა. ამიტომ ეს გამოცდილება არის შესაქმნელი და არის შესაქმნელი, რა ვიცი, იმ პოლიტიკური კლასის, რომელიც ახლა არსებობს. სხვა არ არის და იმიტომ ეს როგორ გამოვა არ ვიცი, თუმცა შიშები, რომელიც ადამიანებს აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ ვაიმე შეიძლება რაღაცა მერე ვერ შეთანხმდნენ ეს პარტიები ერთმანეთზე და ვაიმე რაღაცა კოალიციაში ვერ შეიქმნა და მე ეგ შიშები არ მაქვს, იმიტომ რომ მან ეგ საშიში არ არის. მნიშვნელოვანი რაც არის ისე ჩვენ ახლა დავამტკიცოთ, რომ ჩვენ ვართ ეგრეთ წოდებული არჩევითი დემოკრატია, ელექტრალური დემოკრატია, რომ ჩვენ არჩევნების გზით შეგვიძლია ხელისუფლებები ვცვალოთ. საერთოდ ვერ ხედავ პრობლემას იმაში, რომ მერე შეიქმნას რაღაც სამთავრობო კრიზისი. არ არის სამთავრობო კრიზისის პრობლემა. სამთავრობო კრიზისი არნიშნავს, რომ ქვეყანა არ გააგრძელებს ფუნქციონირებას.
ანუ რევოლუცია არ გინდათ. არა, მე მინდა რომ არჩევნებით ვცვალოთ ხელისუფლებები და ხან შეიქმნება კოალიციები, ხან შეიძლება ვერ შეთანხმდეს კოალიციები და რაღაც არის დაიშლება და კიდე ჩატარდება ხელახალი არჩევნები და მე შეიქმნება რაღაცა კოალიცია. ის რომ რაღაცა მთავრობა ვერ შედგა, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ იმ მომენტისთვის ვერ შეიქმნა რაღაცა კოალიცია, რომელიც რაღაცა ტიპის რეფორმებს გაატარებს. თორე ქვეყანა არ დაიღუპება ამით. ქვეყანა გააგრძელებს ფუნქციონირებას ჩვეულებრივად. ბელგიას არ ყავდა მთავრობა თითქმის 3 წლის განმავლობაში და მაგ პერიოდში ჰქონდა ერთ-ერთი საუკეთესო ეკონომიკური ზრდა. არ დაქცეულა ბელგია, არ ჩამოშილა ქვეყანა. უბრალოდ მთავრობა არ არსებობდა, მაგრამ ის სტრუქტურები, რომლებიც არსებობს, შეიძლება გააგრძელებენ ფუნქციონირებას. ამით ეს შიში რომ ვაიმე რაღაცა ოპოზიციური პარტიები შეიძლება რაღაცებზე ვერ შეთანხმდნენ და ეს ვერ გააკეთონ. ზღაპარია. შეიძლება მოხდეს ეგეთი რაღაცები, შეიძლება ვერ შევთანხმდეთ რაღაცებზე, შეიძლება მნიშვნელოვან რაღაცებზე ვერ შევთანხმდეთ, მაგრამ ჯამში ეს ანიშნავს, რომ ქვეყანა დაიქცევა. რა ვიცი, ქვეყნები არის ევროპაში და არა მარტო ევროპაში, სადაც რა ვიცი, ძალიან ხშირად ტარდება ხოლმე არჩევნები. ხარჯიანია ზოგადად საპარლამენტო რესპუბლიკა არის უფრო ხარჯიანი, ვიდრე საპრეზიდენტო მმართველობის სისტემა. მაგრამ რა ვიცი, რადგან გადავირჩიეთ ეგ გზა, იმას აქვს თავისი პლუსები და ამას აქვს იმის პლუსი ის არის, რომ უფრო სწრაფად და მკვეთრად შეგიძლია რაღაც ტიპის გადაწყვეტილების მიღება და შეგიძლია მათ შორის რეფორმები უფრო სწრაფად გაატარო, იმიტომ რომ რაღაცნაირად კონცენტრირებული არის უფრო მეტად ძალაუფლება, აქ ძალაუფლება უფრო მეტად დანაწილებულია, რაც ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე შეიძლება კარგიც იყოს, მაგრამ სამაგიეროდ საკითხების გატანა სჭირდება ბევრი დისკუსიები, შეჯერება, შეთანხმება და კონსენსუსების გზების სიარული, მაგრამ რაღაც სხვა გზა აქეთ არ არსებობს. მაგრამ ეს მოითხოვს დროს, ენერგიას და ფულს და უფრო ხარჯიანიც არის. ლუკას აქ ორი კითხვა გავაერთიანებ. ზურა რა არის ოპოზიციის სამი მთავარი შეცდომაო და ასევე როდის დაიწყებთ საქმეზე ლაპარაკს არჩევნებს ვინ ატარებს, შსს როგორ ეწყობა, სასამართლოს როგორ ვაკეთებთ, ბიუჯეტს როგორ ვანაწილებთ, არ აპირებთ არასოდეს რამეზე ლაპარაკსო? მე მგონი ამასაც ხშირად ისმენთ ხოლმე ამ ტიპის კითხვებს. მეგონი მე ის მოგიწყვეთ რუსაველიდან მოსულმა იქ კითხვებსაც უპასუხეთ, აქ მეორე რაუნდი. კარგი, ეს უფრო საინტერესოა. როგორ ვატარებთ დროებით გვერდზე, ვინაიდან ბევრი კითხვები მოდის, ეს კარგია. ჯერჯერობით რაზეც საუბარი არის აქეთა ფლანგზე, არის ის როგორ უნდა ჩავატაროთ არჩევნები. და შეიძლება მიდის იმაზე როგორ შევთანხმდეთ რაღაცებზე, რომ როგორ წარმოგიდგენია ყველას, რომ რა საფრთხები არის გასანეიტრალებელი იმისათვის, რომ არჩევნები იყოს მართლა თავისუფალი და სამართლიანი, რომ ის როცა დადგება ეს მომენტი, რომ ვაიძულეთ ან გაიქცა და ვატარებთ ახალ არჩევნებს, ეს არჩევნები რა სახის უნდა იყოს? მაგაზე საუბარი. თუ ჯერ არ არის კი, საკმაოდ. არა, კი, საკმაოდ. უბრალოდ და შეთანხმებულია ყველა ძალას შორის. ძირითადი რაღაცები კი. ძირითადი რაღაცები კი უბრალოდ არის ის, რომ რაღაცა რაც რომ მეც ვფიქრობ, მით უფრო მეტი დეტალი გახსენდება და ეხლა სინამდვილეში რაც ხდება არის, რომ კიდე რაღაცას ემატება, რომ აი მოდი ბარემ ესეს და მოდი ბარემ ისის და მოდი ბარემ ესეს და რაღაცა იწყობა ნაძვის ხესავით, თორე ძირითადი რაღაცები რაც არის გასაკეთებელი, შეთანხმებული და მათ შორის სურაბიშვილთანაც არის ხო, ეს მინდოდა მეკითხა. ამ საკითხებზე მსჯელობა სალომე ზურაბიშვილის კი, ბოლო რამდენიმე შეხვედრა რო იყო, მეტწილად ამაზე იყო საუბარი. ბოლო საუბრამდე შეხვედრა რო იყო პარტიების არ მარტო პარტიების იყო ცალკე პარტიების ზურაბიშვილთან იყო პარტიები და რამდენიმე NGO ასევე ზურაბიშვილთან ერთად და ეს საკითხები იყო რომელიც გაიარეს. როდის იყო ეს ბოლო შეხვედრა? ყავალაშვილის ინაუგურაციის მერე თუ არა, მანამდე იქ იყო მათონელზე შეხვედრა. ყავალაშვილის ინაუგურაციის მერე ზურაბიშვილთან შეხვედრები გქონიათ? არა, ჯერჯერობით არ ყოფილა, იმიტომ რომ იცით როგორ გაგრძელდება ეს? მე რამდენად ხვდები ჯერჯერობით რაღაცა თვითონ იყო მოლოდინის რეჟიმში რაღაცა ახალი ოფისი უნდა მოეწყო და დღეს იყო მე მგონი პირველი შემთხვევა როცა ხო ალბათ ეხა შედგება რაღაცა მსგავსი აქამდე არ ყოფილა. რაც შეეხება რაღაც სხვა ტიპის რაღაცა იმებზე რეფორმებზე და რაღაცებზე როგორ უნდა მოაწყო რაღაცები მაგაზე მსჯელობა არ ყოფილა. ეგ იქნება დამოკიდებული იმაზე რა ამას საჭიროდ თვლით თუ ფუფუნებად მიგაჩნიათ ამ ვითარებაში. ეხლა ამ წუთში მგონია რომ აზრი არ აქვს მაგაზე ლაპარაკს, მაგრამ იქნებ პირიქით უფრო საინტერესოს გახდის თქვენ ცხოვრებასაც და ხალხისასაც. თუ რთული ამაზე კონცენტრირება. მე ყავს ეგეთ რაღაცებზე ლაპარაკი, მაგრამ ეხლა მგონია რომ მაგაზე ანუ სანამ არ ვიცით როგორი არჩევნები იქნება და რა ფორმაციით გავდივართ საერთოდ ამ არჩევნებზე მანამდე ანუ მე რო დავიწყო ხადამების ახსნა რომ მე რა მინდა როგორი მინდა რომ ეს სფერო იყოს ან ის სფერო იყოს ჩემ ხადამჭირება ისედაც იციან იმიტომ რომ ბევრი წელი პოლიტიკას ანამოდელი მანამდეც ლაპარაკობდი ამაზე მაგრამ ერთი არის ეგ და მეორე არის რომ ადამიანებს პირდები რომ აი ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში ამას გავაკეთებთ მაგას ჭირდება ის რომ რაღაცა ტიპის ის უნდა არსებობდეს ანუ მე თუ ლაპარაკობდი მაგათად კოალიცია 4 ნომრის სახელით და ვეუბნებოდი რომ ამას გავაკეთებთ ამას ვეუბნებოდი კოალიციის სახელით რომ ანუ ჩვენ კოალიცია
პროცესში ვართ ამაზე შეთანხმებული და აი ამ რაღაცების გაკეთება გვინდა. ამებზე შევთანხმდით, ამებზე ვერ შევთანხმდით. პირდაპირ ვეუბნე მაგალითად რაღაცა რა იყო შევთანხმდით? იარაღთან დაკავშირებით მაგალითად ვერ შევთანხმდით რა. ანუ მე ვარ ბევრად უფრო ლიბერალური რეჟიმის მომხრე, ვიდრე რაზეც შევთანხმდით ჩვენ. უფრო ლიბერალურზე შევთანხმდით ვიდრე ხლა არის, მაგრამ ის არ იყო რაზეც მე მინდა და ამიტომ რავი ვიძახთ რომ მაგაზე ვერ შევთანხმდით. იყო კიდე რაღაც პატარ-პატარა საკითხები, რაზეც ვერ შევთანხმდით, მაგრამ ძირითადად მეტწილად ყველაფერზე შევთანხმდით. თითქმის ნუ შევთანხმდით ნიშნავს იმას რომ კონსენსუსი იყო რა, ანუ მე რაღაცა დავთმე და იქიდანაც რაღაცები დათმეს და ეხლა მაგას ხო ვერ გააკეთებ, ანუ ეხლა მე რო გამოვიდე ლაპარაკი დავიწყო, რავი, მაშინ რომ დავიწყო საგანმანათლებლო საქმიანობა და დავიწყო ახსნა რომ იცით რა საქართველოს ეკონომიკაში არის გასაკეთებელი SSS. ეს არის ერთი და მეორეა როცა ეუბნები რომ ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში ეკონომიკაში ამას გავაკეთეთ. ამის თქმის ეხლა რო თქვა ტყუილია და ხო, ამიტომ არ გამოდის. კიდე იყო რაღაცა კითხვის ნაწილი რომელიც გამორჩა. ამ კითხვაში იყო კი საკითხები იყო ვინ ატარებს არჩევნებს, შსს როგორ ეწყობა, სასამართლოს როგორ ვაკეთებთ, ბიუჯეტს როგორ ვანაწილებთო და ნუ საერთოდ კითხვა იყო. სასამართლოზე შემილია თქმა, იმიტომ არ აპირებთ არასოდეს რამეზე ლაპარაკს. ხო, სასამართლოზე შემილია თქმა, იმიტომ რომ სასამართლოზე არსებობს კონსენსუსი, სასამართლოს ნაწილი, მართლმსაჯულების ნაწილი, მოდესით ვთქვათ, იყო ნაწილი ქართული ქარტიის, რომლის ერთგულიც არის ყველა რომელსაც საბოლოო ჯამში ყველა ამ 4-5 პოლიტიკურმა ჯგუფმა გაერთიანება მოვაწერა ხელი, რაზეც არის სასამართლოს ნაწილი შეთანხმება არის ის, რომ სასამართლო უნდა გაიწმინდოს კლანისგან, ამის რაღაცა ერთი გზა არის, რაზეც არის შეჯერებული ყველა, როგორ შეიძლება ეს მოხდეს, აი რაღაც ვეტინგი, ვეტინგი და უცხოელი მოსამართლეებზე არ არსებობს კონსენსუსი. არ არსებობს კონსენსუსი. მე უჭერ მაგას ხარს, მაგრამ კონსენსუსი არ არსებობს. მე უჭერ ხარს, მაგრამ მაგაზე კონსენსუსი არ არის, არც კოალიციის შიგნით და არც სხვა პოლიტიკურ მოთამაშეებში. ანუ რაზეც არის კონსენსუსი, იმას მოვყვები, ეს არის ის, რომ ერთი რომ კლანისგან უნდა გასუფთავდეს ვეტინგის გზით, მეორე რომ ნაფიცი მსაჯულების განშადება უნდა გაიზარდოს და მესამე არის ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმ სახითაც არის უნდა გაუქმდეს, აღარ უნდა არსებობდეს, შეიძლება მას რეფორმა დავარქვათ, შეიძლება გაუქმება დავარქვათ და მისი ფუნქციები უნდა გადანაწილდეს, რომ სინამდვილეში სასამართლო სისტემის შიგნით არ გქონდეს რაღაცა ერთპიროვნული თუ ერთი ჯგუფის მიერ მმართველობა, ეს ფუნქციები უნდა დაიშალოს. როგორ უნდა გადანაწილდეს, რამდენ ჯგუფად მაგაზე ჯერ შეთანხმება არ არის, შეიძლება რაღაცა 2 ან 3 სხვადასხვა სტრუქტურა გაკეთდეს, რომელზეც ეს ფუნქციები გადანაწილდება. ეგ არის რაც ქართულ ქარტიაში არის გაწერილი, რაც არის ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რაზეც არსებობს კონსენსუსი აქეთ მხარეს და ამიტომ ამაზე შემიძლია საჯაროდ საუბარი, რომ ხო, ამას გავაკეთებთ ყველა ერთად, ხელი გვაქვს ამაზე მოწერილი. სხვა რა ეკონომიკაში რეფორმა უნდა გატარდეს, ამაზე კონსენსუსი არ არის. შსს-ზე ჯამში დეპოლიტიზება რომ უნდა მოხდეს, მაგაზე არის კონსენსუსი. ოღონდ როგორ უნდა გაკეთდეს ეს, მაგაზე ჯამში კონსენსუსი არ არის. მე უჭერ მხარს რაიონის პოლიციის არჩევითობას, მაგის შემოტანას. ვიღაცები არიან, ვინც ამას უჭერენ მხარს. ვიღაცები ამისი პრინციპული წინააღმდეგები არიან. ვიღაცები უჭერენ მხარს, რომ პირდაპირ არჩევნები იყოს, ვიღაცები უჭერენ მხარს, რომ პოლიციის უფროსების არჩევა მოხდეს, მაგალითად რაიონის მერებთან და გამგებლებთან ერთად და მათი რაღაცა კაბინეტის ნაწილი იყოს, ვიღაცები პრინციპული წინააღმდეგები არიან. ამისი, კი, მე მომწონს. მე ზოგადად მომწონს, რაც მეტი არჩევითი ადგილები იქნება, მით უფრო კარგი. მგონია, რომ იმის კი არ მჯერა, რომ როგორც კი არჩევს შემოდა საუკეთესო პოლიციელებს ავირჩევთ, ან საუკეთესო საოლქო პროკურორებს ავირჩევთ, ან საუკეთესო მოსამართლეებს ავირჩევთ, მაგრამ მე მჯერა, რომ არჩევნების გზით ადამიანები ვსწავლობთ საკუთარ შესთქმებზე და გრძელვადიანად საბოლოო ჯამში მჯერა, რომ ეგ არის კარგი, რაც მეტი უფლება ექნათ ადამიანებს სხვადასხვა ადამიანების სხვადასხვა პოზიციებზე აირჩიონ, მით მეტი ძალაუფლება აქვს ადამიანს, რომ რაღაცები ცვალოს და კარგია. მე მჯერა იმის, რომ თუ ადამიანები დაიჯერებენ, თვითონ აქვთ ძალაუფლება თავისი არჩეული ხალხის კონტროლის, ეს მნიშვნელოვანი გარდატეხა იქნება. დროთა განმავლობაში მოდის და გამოცდებით მოდის. ექსისტემ უნდა შექმნა, რომ მაგან ხო, ექსისტემ უნდა შექმნა, რომ მაგ სისტემა მერე რაღაცა პირველი 10 წლის თუ მეორე 10 წლის მერე კარგად იმუშაოს უკვე. გამოხმაურება ეს არ არის კითხვა იმაზე რეგიონში შეხვედრებზე გაბრაზებულია სოფიკო კურტანიძე ვახ ესე იწყება თქვენ შეხვედრაზე ვინც მოდიოდა მარტო მათთან ხომ არ უნდა გქონოდათ სწორება ან რა გამართლებაა რომ ომის კამპანიას არ დაუპირისპირდით აქტიურად მხოლოდ იმის გამო რომ ლაკონურად ვერ იხსნებოდაო ანუ კიდე შემიძლია გავიმეორო ორივეზე. ერთი რომ ჩემთან ვინც გამოდიოდა შეხვედრაზე მარტო მათზე სწორება რას ნიშნავს რეგიონში ჩასვლის აზრი არის ის რომ ადამიანებს ფიზიკურად შეხვდე. თუ ფიზიკურ შეხვედრაზე არის ლაპარაკი, ეგრე რა ვიცი Facebook-ზე შემიძლია ვილაპარაკო, Instagram-ზეც და TikTok-ს არ ვიყენებ, შეიძლება ვიყენებ, მაგრამ TikTok-ზე და ისედაც ვნახავენ რეგიონებიდან. რეგიონში ჩასვლის აზრი არის ის რომ ადამიანები უნდა შევხვდნენ. თუ მე რეგიონში ჩავდივარ და ადამიანები ვერ ხვდებიან, შემიძლია მაგათაც მოყვე, მაგათაც ჩოხატაურში ვიყავი ერთხელ ჩასული, სულ შევხვდი ჯამში ალბათ 7-8 ადამიანს.
ჯამში ამ 7-8 ადამიანიდან 4 ან 5 იყო ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელი, კომერციული ბანკის თანამშრომელი, რომელზეც რაღაცა პოლიტიკური წნეხის მის განხორციელების საშუალება არ არსებობდა და უბრალოდ რომ იცნეს გაუხატოთ გამოვიდნენ მელაპარაკებოდნენ და დანარჩენი რამდენიც დარჩა იყვნენ ერთ-ერთი სხვა სხვა პოლიტიკური პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციები, რომლებიც ასევე იცნენ და გამოვიდნენ და რაღაცა რავი დაინახეს რაღაცა. ხო რა, გამიცნეს და მელაპარაკებოდნენ. მეტი ვერავის ვერ შეხვდი ცოცხალ ადამიანს. ანუ იმაზე კი არა რომ მე უარსობობ იმას შეხვედრაზე. ფიზიკურად არ გამოდიან ეს ადამიანები და არ გელაპარაკებიან და რაში რა აზრი აქვს რომ ჩავიდე. ხო, ფიზიკურ შეხვედრაზე არის ხო ლაპარაკი თორე. სოციქსელები და ისე ტელევიზორით ისედაც ველაპარაკები. რაც შეეხება იმას დაპირისპირებას იმ კამპანიასთან, მაგაზე იყო ბევრი მსჯელობა. იყო მსჯელობა პარტიებშიც, რამდენიმე პარტიას ყავდა მათ შორის კონსულტანტები, არსებობს კიდე რამდენიმე სტრატკომი აქვს შექმნილი სამოქალაქო სექტორში ამ შემთხვევაში და საბოლოო ჯამში ბევრი დისკუსია იყო მაგაზე. ვერავინ ვერ მოიფიქრა საბოლოო ჯამში მოკლე მესიჯით როგორ შეიძლება ეფექტური პასუხი გაგეცა მაგაზე. და ამიტომ ყველასი ეს მარტო მე არ მეხება. ყველას საბოლოო ჯამში შეთანხმებული პოზიცია იყო ის, რომ რაღაცები არის, რაღაცები ანუ თვითონ რო გაიმეოროც კი სიტყვა ომს რო იმეორებდი, უკვე იმის მესიჯის იმას აკეთებდი, მულტიპლიკაციას თუ რაღაც ეს თქვენი ახმა იყო თუ არა, ზომავდნენ ესენი და ზომა აჩვენებდა მაგას, რომ და საბოლოო ჯამში რაღაცა ყველასნაირ შეთანხმებული ის იყო, რომ ოკეი, სადღაც ახლა თუ ზიხარ ეთერში და გააქვს საშუალება რომ ახსნა, შეგიძლია ახსნა, მაგრამ კამპანიის თვალსაზრისით რომ რაღაცა მესიჯი მაგას დაუპირისპირო, ჯობია დააიგნორო საერთოდ და სხვა რაღაცებზე გააკეთო ფოკუსი, გაცილებით ეფექტურია. ეგ არის და ეგ. მე საერთოდ არ ვზომავ ეგეთ რაღაცებს, ანუ არც მესიჯ ბოქსები მაქვს და არც რაღაც იმებს არ ვაყალიბებ, რავი, რასაც მეკითხებიან, იმაზე ვლაპარაკობ. კეთილი. ჩვენ პროდიუსერს აინტერესებს შეცდომად მიიჩნევს თუ არა სტრატკომ ამას, ანუ ამ სტრატკომებს რომ მოусმინეთ. არა მგონია. არა მგონია. ანუ მართლა ვერ მოიფიქრეს ისეთი რაღაცა, რაც შეიძლება მოკლე და გასაგები ყოფილიყო და ეფექტური პასუხი ყოფილიყო იმაზე და რადგან ვერ მოიფიქრეს, რავი, ხა ბანერზე იმას დიდ ტექსტს ხო არ დაწერდა, სატელევიზიო რეკლამაში რაღაც დიდ ტექსტს ხო ვერ გაუშვებ. მან თქო მაგაზე არის ლაპარაკი, რომ ეგეთი რამე არ არსებობდა. მოკლედ, გაბრაზებული ხალხი მომრავლდა. ფიქრობ თუ არა, რომ ოცნების მომხრეებში სერიოზული ინფორმაციული კომუნიკაცია გმართებთ, ბაბლიდან უნდა გამოხვიდეთ, ეს ისე ცნობისთვისო. არა, არ ვფიქრობ. ბაბლიდან გამოსვლას? არა, მე არ მგონია რომ საერთოდ არ მგონია რომ ბაბლში ვიყო, მაგრამ არ მგონია რომ მე არ მგონია რომ კომუნიკაცია გვაკლია იმ ხალხთან, ვინც დღეს კიდე იქით ფლანგზე არის დარჩენილი და მაგის გამო არ არიან ისინი აქეთკენ. მგონია რომ ეგ არის ილუზიაში, თავის მოტყუება არის. ანუ ვიცნობ ეგეთ ხალხს, ეხა აღარა მაქვს არანაირი გაწყვეტილი მაქვს საერთოდ ყველანაირი კონტაქტი და კომუნიკაცია, მაგრამ ეგ ხალხი იქით ხარეს არ არიან იმის გამო რომ რაღაცა არგუმენტები აკლიათ აქედან. ყველაფერი აქ მოსმენელი, ყველაფერი აქ გაგებული, მაგრამ ურჩევნიათ დარჩენ იმედის და პოზიტივის ბაბში და იმ რაღაცა არ ვიცი. კეთილდღეობის იმ რაღაცა რაც აქ შემოსავალი თუ რაც აქ იქ ურჩევნიათ ესე გააგრძელონ ცხოვრება და თვალი დახუჭონ ყველაფერზე რაც ხდება და მოიტყუონ თავი ან არ ვიცი რაც შვებიან იტყუებენ თუ მორალი არ გააჩნიათ მაგრამ რაოდენობის გაზრდის მოლოდინი არ გაქვთ უფრო მოლოდინი გაქვთ რომ ვინც უკვე უკმაყოფილოა და უკვე რად გამოხატული პოზიცია აქვს მათ აღმოაჩნდებათ გამძლეობა რომ დიდხანს შეიძლება იმ შემთხვევაში როცა ეკონომიკური კრიზისი, პოლიტიკური კრიზისი გადავა ეკონომიკურ კრიზისში, მერე მაქვს იმედი რომ ის ხალხი გაბრაზდებიან. მერე ოღონდ, ეხლა არა. მანამ სანამ ისინი თქვენი ლაპარაკით აზრს არ შეიცვლიან. არა, რა ვიცი, მე მილაპარაკია ბევრთან, ანუ რაღაცა მაგაზე დრო და ენერგია მაქვს დახარჯული. ხო და ანუ ვერ მე თუ ვიღაცას შესწევს უნარი რომ ეს გააკეთოს, ოკეი, გააკეთოს, მე წინამდე კი არა ვარ. უბრალოდ მე არ მინდა რომ მაგაზე ჩემი დრო და ენერგია დავხარჯო, იმიტომ რომ მე თვითონ არ მჯერა და ვცდილობ არასოდეს არ ვაკეთო ის უბრალოდ ვერ ვაკეთებ. იმას ისიც არ მჯერა. მე არ მჯერა რომ მე შემილია ეგეთ ადამიანებს ეხა რაღაცა დამატებით კიდე აუხსნა და დავანახო და აქეთ გადმოვიყო. ბევრი მაქვს ნაცადი და აზრი არ აქვს. სხვა ღირებულებითი რაღაცა პირამიდა აქვს იმათ გონებაში. და მე ჩემი არ ესმით. ხო და თუ იმე შეუულია, რავი, ოკეი, რა. მე თორე მე რაც მე პოლიციელებთან მაქვს ნალაპარაკები, მარტო პოლიციელებთან რაც მაქვს ნალაპარაკები, რა ვიცი, მიუხედავად მაგისა სულტყუილად. ესე ფიქრობთ ახლა?
ნუ მე მგონი რომ ოდესღაც ეს ამ რუსებს რო დავამარცხებ და სისტემა რო შეიცვლება, მე მგონია რომ იმას რაღაცა შედეგები ექნება, მაგრამ მანამ რო გველაპარაკებოდაო? გველაპარაკებოდა არა, მაგრამ რას ველაპარაკებოდი ის გაახსენდებათ ალბათ რა. ორი საინტერესო კითხვა გვაქვს, რა უშლის ხელს რუსეთს იმაში, რომ შემოვიდეს და იარაღით დაგვიპყროსო და რატომ აღყევით გვარამიას ბოდვას, რომ პროპაგანდაზე საუკეთესო რეაქცია არაფრის კეთებაა? გვარამიას ბოდვა რატო არის ექსაქტ ან როდის თქვა გვარამიამ არ ვიცი, რომ პროპაგანდაზე გაჩუმება არის. მე მგონი ომის ნაწილზე. მე არ მომისმენია გვარამიასგან ეგეთი რამე. არასდროს გვარამია კაკრას ის ტიპაჟია, რომელიც არაფრის გატარებას არ იმაშება პირიქით ნებისმიერ რაღაცაზე ცდილობს პასუხი გაცეს ხოლმე. მე უფრო ვარ ეგ ტიპაჟი, რომ რაღაცებს ვიკიდებ ხოლმე. ან გვარამია არისო ის, რომელიც ამბობდა, რომ არ უპასუხოთ ომი მშვიდობის ნარატივსო? არ ვიცი გვარამიას ეგეთ რამე საჯარო აქ თუ არა ნათქვა, მაგრამ მე მგონი ეს ადამიანი გულისხმობდა, რომ მას შეიძლება, მაგრამ გვარამიას ამბავი ეგ არ არის და წეღან ახსენი, რომ ეგ რაღაცა საერთო ამბავი იყო და ყველა მაგჭკუაზე იყო საბოლოო ჯამში და გვარამიას თუდან უშეტენიან. ყველას თავის წოდები ეყოფა კოლმბიაში. მეორე კითხვა რა იყო? მეორე კითხვა იყო, კითხვა მაქვს რა უშლის ხელს რუსეთს იმაში, რომ შემოვიდეს და იარაღით დაგვიპყროსო? უკრაინა. ამ წუთში ჩემი აზრით უკრაინა. ეხლა უკრაინა არის ის თუ ის რომ როგორც თქვენ ამბობთ რუსები ისედაც ყავთ აქ მართლობაში და ეგ არ არის ჩემი აზრით საკმარისი ამბავი, ანუ გასაგებია რომ ურჩევნიათ რომ ესე რაღაცა ჭყალებში შვიდობიანად ჩაიდონეს ქვეყანა ჯიბეში და მათ შორის გონია რომ ჩქარობენ მანამ სანამ ამერიკაში ტრამპის ადმინისტრაცია მოვა, მაგრამ მაგის შემდეგაც რა დაუშვით ხელს შემოვიდნენ, ანუ შვიდობიანად ჩაიდებენ ჯიბეში და მე შემოიყვანან ჯარს და ჩააყენებენ აქ რა პრობლემა ექნებათ. არ იდგნენ, როდის არ იდგნენ ბოლო უკანასკნელი რაღაცა 2 საუკუნის განმავლობაში სულ იდგნენ აქ და რატო არ შემოიხელა ხა ჯარი? ეხლა დგანან ოკუპირებულ ნაწილზე რომ შემოვიდა დადგენ რა შეუშლით ხელს? არაფერი. ანუ ერთადერთი რაც მათ ახლა აკავებთ, ჩემი აზრით არის უკრაინა. რეალურად ეგ არის. უკრაინა არის ის, მარტო ევროპას იცავს, კი არ არის, რავი, ჩვენს გვიცავს ამ წუთში. ეგეთი ტიპის იმისგან, თორე მნიშვნელობა არ აქვს, ახლა ჩაიდებენ ჯიბეში და მე შემოლაგდებიან, თუ არ ჩაიდებენ და მე ჯარი შემოლაგდებიან, შემაკავებელი რუსეთის არის მარტო ძალა. დღევანდელი რუსეთის ზოგადად კი არ ვიცახი, მაგრამ თანამედროვე რუსეთი რაც არის პუტინის რუსეთი, მას ესმის მარტო ძალის ენა. ან ძალა აჩერებს, ან არაფერი არ აჩერებს. რას ეტყოდი იმ ხალხს, ვინც ფიქრობს, რომ მშვიდობიანი აქციებით უბრალოდ დროს და ენერგიას ვკარგავთ და ერთადერთი გამოსავალი რევოლუციაო? ალექსი კითხულობს. მე რევოლუციის პრობლემა არ მაქვს, ბევრჯერ მაქვს ნათქვამი და მაგის გამო ისა აქვთ საქმე აქვს ჩემზე აღძრული და 4 წლის თუ 3 წლის წინანდელი ჩემი ჩანაწერები აქვს, როცა იმაში დედაენის ბაღში საჯაროდ ხალხს ველაპარაკები და იქაც სწორედ ეგეთ რაღაცებს ველაპარაკობ. მე მაგის პრობლემა არ მაქვს, ოღონდ რევოლუციებს არ იგეგმება. მესმის, ანუ მესმის ეგეთი ხალხის. მეც ძალიან გაბრაზებული ვარ. და არანაირი პრობლემა არ მაქვს, როცა რუსები არიან ხელისუფლებაში, რომ რევოლუცია მოახდინო ქვეყანაში და რევოლუციით გაუშვა ისინი. საერთოდ ხედა მაგაში ვერც რაღაცა მორალურ პრობლემას და ვერც ვერაფერს. პირიქით, ორივე უსამართლობის წინააღმდეგ ერთადერთი რაც რჩება არის აჯანყების უფლება და მაგის იმემჯერა. რავი, მაგას ჭირდება ალბათ მომწიფთეთ, რომ აქამდე მივიდეთ. თუ მომწიფთით და მივედით, რავი, მე ორი ხელი ტაში დაუკრავ და წინა რიგებში ვიდგები. პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ვერც იმაში, ვერც ამ განწყობასაც არ ვეთანხმები, რომ მშვიდობიან პროტესტს არაფერი არ მოაქვს. დასაწყისში სწორედ მაგაზე ვილაპარაკე. იმის უგულებელყოფა, რასაც ჩვენ ახლა მივახციეთ, რომ ამდენი თვე გავიდა და არავინ ამათ არ აღიარებს და ლეგიტიმაციას არ აძლევს, რომ ამდენი სანქციები დაუწესეს უკვე და ეს სანქციები კიდე დიდი ნაწილი ფაიფლაინში, ანუ რიგში არის კიდე და წამოვა. რავი, რატო ფიქრობს ვინმე რომ ეს არა ნაკლებად მნიშვნელოვანი ამბავია? მე არ მესმის. მნიშვნელოვანი ამბავია ძალიან და ეს არის მოპოვებული სწორედ მშვიდობიანი პროტესტით. ის რომ ჩვენ მქონდა მშვიდობიანი პროტესტი და იმათმა ხალხი აწამეს, ამან გააღვიძა დასავლეთი მნიშვნელოვნად და ამის მერე დადგა ის შედეგები, რა შედეგებიც მათ შორის დადგა. ესეთი ერთსულოვანი დასავლეთი საქართველოსთან მიმართებაში ესეთი თვალახელილი იმასთან დაკავშირებით რა ხდება ამ ქვეყანაში არ ყოფილა არასოდეს. ეს გონია რომ შედეგია და მნიშვნელოვანი შედეგია. მივალთ თუ არა მშვიდობიანი პროტესტის გამარჯვებამდე გჯერა თუ არა ამისი, ჩემი აზრით თუ ამ პროტესტს გავაგზავნებ და ეს პროტესტი გახდება კიდევ უფრო ხალხმრავალი და მგონია რომ ეკონომიკურ კრიზისში გადასთან ერთად ეს პროტესტი გახდება ხალხმრავალი და პლუს თუ გარედან წნეხი გაძლიერდება, მე მჯერა რომ ჩვენ მივალთ გამარჯვებამდე. მართლა მჯერა.
ეკონომიკურ კრიზისზე მეც მაინტერესებდა კითხვა გვაქვს და გადავიდეთ ამაზე. Როგორ ფიქრობთ, მსხვილი ბიზნესი რა ეკონომიკურ ინდიკატორებს ან რომელ სანქციებს ელოდება, რომ განუდგეს რეჟიმსო? ნუ შეიძლება სანქციები არ იყოს და შეიძლება მე რაც მოვყევი ესე რომ განვითარდეს მოვლენები და თუნდაც კრიზისი იყო ის მიმსახით რომ ინვესტიციები არ შემოვიდეს, ეკონომიკური გაზრდა გაჩერდეს, ლარი გაუფასურდეს, ეგეც კი შეიძლება იყოს ტრიგერი იყოს იმისთვის რომ ვიღაცებს მსხვილ ბიზნესს რო ვეძახით გაუშვეს სტიმული რა კითხარეს გადმოვიდეს. ვიღაცებს შეიძლება სხვანაირი ტიპის სტიმულები იყოს, ხო? მე რომ ელაპარაკებიან რა ვიცი სხვადასხვა ვიღაცებს სხვადასხვა რაღაცებს, მაგრამ რომ მეკითხებიან მაგადა ბანკები არის კარგი მაგალითი, ხო? ძალიან შეეთ მეკითხები რაღაცა არის ხომ რაღაცა ითხოვე რომ ბანკებმა სასესხები გააჩერონ და რაღაცა. მე ამჯერ რომ მაგ ტიპის ნაბიჯების გადადგმა მათ შეუძლია, მაგას ვერ გადაწყვეტს რომელიღაცა ბანკის მართველი აქვს. ამბაქს ყავს შეერჰოლდერები, აქციონერები, სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ისინი ესენი და ვერავინ მაგას ვერ შეათანხმდით იმასთან რომ მოდი ხა ჩვენ გავჩერდეთ და წაგებაზე ვიმუშაოთ. ეგ გონიერ ზღაპარია, მაგრამ რაღაცების გაკეთება ალბათ არის შესაძლებელი. და გონიერ მაგაზე უნდა იფიქრონ, იმიტომ რომ მეკითხებიან რა რისკები შეიძლება ვიღაცებს დაუდგეთ, მე სულ მომყავს ბელარუსის მაგალითი, რაზეც არ უნდა ვკითხო, გეყოლას ვეუბნები რომ შეხედეთ ბელარუსს რა. ბანკებზე რომ მეკითხებენ, ვეუბნები შეხედეთ ბელარუსს. ანუ თუ გინდა წარმოიდგინო რა რეალობაში აღმოჩნდებიან საქართველოში ბანკები, შეხედე რას გავს ბელარუსის საბანკო სისტემა. ბელარუსის საბანკო სისტემა არის ერთი მსხვილი რაღაცა სახელმწიფო ბანკი, რამდენიმე რუსული ბანკი და არ ვიცი კიდე დარჩა თუ არა, მაგრამ ერთი ავსტრიული ბანკი იყო, რომლის მფლობელებიც ასევე რუსები არიან. აღარ მახსოვს სახელი რა არის, მაგრამ ისა. ანუ არ არსებობს ბელარუსში ბანკი, რომელიც არის დალისტური ლონდონის ბირჟაზე. ეგეთი რამე შეუძლებელია, ხო? ანუ თუ გეკითხებიან რა დაემართება იმას, აი შეხედე რა დაემართება და ეგ დაემართება. შეუძლებელია, სხვა მომავალი არ არსებობს. ანუ მაგ რისკებს ჩემზე კარგად ხედავენ, ჩემი აზრით, ჩემზე და ნებისმიერზე კარგად ხედავენ ის ხალხი, ვინც მისი ბიზნესიც არის ფინანსური რისკების მართვა და მაგაზე ფულის კეთება. ხო, ამიტომ როდის ჩათვლიან, რომ უკვე კრიტიკულ ნიშნულს მიაღწიეს, არ ვიცი, მაგრამ დადგება ეგ მომენტი, არ ვიცი, ბანკებისთვისაც და ჭყალებში ეგრეთ წოდებული მსხვილი ბიზნესებისთვისაც. მსხვილი ბიზნესებს ჩვენისაც ვეძახით, მათი დიდი ნაწილი ხო გვესმის, რომ არანაირი ბიზნესი არ არის. არანაირი ბიზნესი არ არის. ბიზნესი რომელიც ბიზნესი. ხო, ბიზნესი რომელიც მიგულია იმაზე, რომ ყოველ წელს უნდა მოიგოს ტენდერი და ტენდერები და ბიუჯეტიდან მიიღოს ფული. ეგ ბიზნესი არ არის ჩემი აზრით. ანუ ეგ ნიშნავს, რომ ვიღაცას აქვს დალაგებული მთავრობის ვიღაცა ტიპთან და უბრალოდ შეუულია ბიუჯეტიდან ფულის გამოტანა. და მე ყავს დაქირავებული ვიღაცა მართლა საქმის კეთებელი ხალხი, რომელსაც შეუულია, არ ვიცი, რაღაცა დააორგანიზოს და პირობითად გზა დააგოს, დააორგანიზოს და რა ვიცი, რაღაცა ააშენოს, დააორგანიზოს და დენი გაიყონოს, დააორგანიზოს და გაზის მილი გაიყონოს. ეგ ბიზნესი არ არის, იმიტომ რომ ბიზნესი თუ ბიუჯეტის ფულს ჩაუხსნი, გაქრება. მეორე დღესვე აორთქება და რანაირი ბიზნესი აღარ იქნება, ხო? ან მე მაგათ ბიზნესებს არ ვეძახი. ბიზნესი არის ის, ვინც რაღაცა არსებულ რესურსებს აორგანიზებს, კარგად ამენეჯმენტებს და ამითი რაღაც დოვლაც ქმნის, რომელსაც ადამიანები საკუთარი ნებით ყიდულობენ. ბიუჯეტიდან რო ფულს გაძლებენ, ან იმის რა ვიცი, წეგან თქვი ეს ხრეში, მაგრამ რაღაც ინერტული მასალის მდინარიდან მოპოვება, ეგ ხო ბიზნესი არ არის. ვიღაცას მომეცი ლიცენზია ინერტული მასალის მოპოვებას და მეც ვიპოვი ვიღაცას, ვინც დამიორგანიზებს, რომ მოიყვანოს ექსკავატორი თუ რაღაცა და ისა და მანქანა და თხაროს და ჩაყაროს და გაიტანოს. ეგ რა ბიზნესია, ხო? არ არის, ეგ ბიზნესი არ არის. სახელმწიფო თუ აძლევს ფულს ან თუ აძლევს უფლებას, რომ რაღაცა საქმე აკეთოს და იქ ადგილზე ის რაღაცა მონოპოლისტი არის, ეგენი არც ერთი ბიზნესი არ არიან. როგორც კი არ მიცემს სახელმწიფო მაგას, იქაულა გაქრება. ხო, ამიტომ მსხვილი ბიზნესი ჭყალებში არის ეგ ბიზნესი საქართველოში. ეხა შეიძლება ეგერ ბიზნესი რო თავისუფალია, ეს იმიტომ გვესმის, რომ ესეთი ბიზნესებისგან შედგება ჩვენი ეკონომიკა? ბიზნესი რო არ არის თავისუფალი, ეგ არის მაგის შედეგი. არა, ხელისუფლების მომხრე ბიზნესმენები რო ამბობენ, რომ ბიზნესი ბოლოს და ბოლოს თავისუფალიაო, ამიტომ რომ აბა რა სიტყვიან, ოღონდ სინამდვილეში რეალობა არის ის, რომ ბიზნესი სწორედ მაგიტომ არ არის ამ ქვეყანაში თავისუფალი, რომ ამ ქვეყანაში მთავრობა ეკონომიკიდან იღებს ძალიან ბევრ ფულს და მე ამ ფულს თვითონ ანაწილებს და მობმული ყავს ეს ვითომ ბიზნესები. 20 რა ვიცი რამდენი 1/13-ზე მეც იღებს ეკონომიკიდან, რასაც ჩვენ ვქნით ამ ქვეყნის მოქალაქეები დოვლაც, იმის 1/13-ზე მე იღებს თავრობა და მე მობმული ყავს ყველა და ისინი არიან ვითომ მსხვილი თუ საშუალო თუ რაღაცა ბიზნესები და მაგიტომაც ვერ არიან თავისუფლები, იმიტომ რომ ხმარო ამოიღონ, დაკარგავენ ამას და გაქრებიან. რაღაც როგორც ბიზნესი კი არა, საერთოდ აღარ გააგრძელებენ არსებობას, როგორც რაღაც საქმის კეთებელი ადამიანები. და ეგ პრობლემა არის. მაგის ხილულად ბიზნესის რეკეტიც იმიტომ აღარ ჭირდება ხელისუფლებას, რომ ისედაც დალაგებული აქვს ბიზნესთან საქმე.
გჭირდება, ანუ მოგეცი მე ლიცენზია, შენ დაიწყე იმის ხრეშის თხრა, იქიდან იშოვე ფული და იმ ფულის რაღაც ნაწილს ან მომიტან პარტიაში, რომ კამპანიის დროს ჭირდება თეთრი ფული, იმიტომ რომ სატელევიზიო რეკლამა გასაშვები, ან მომიტან, რა ვიცი, შავად, რომ დაურიგო კოორდინატორებს, ან არ ვიცი, წახვალ და მაშინ მიიტან პოსტივიში მიიტან და პოსტივის დააფინანსებ, რომ იქიდან შალვა რამიშვილმა თავის პროპაგანდა ატრიალოს 24 საათი. ეგ არის ბიზნესი დღეს საქართველოში. ბიზნესი როდის იგრძნობს ამაზე ვილაპარაკეთ. აი ეს ხალხზე როგორ აისახება ეკონომიკური კრიზისი, იმიტომ რომ და აი უფრო თვალხილული როგორ იქნება, იმიტომ რომ აი ამ ახალი წლის წინა დღეებშიც პრინციპში და ეხლა უკვე რაც მეტი დღე გადის, უფრო და უფრო მეტი ადამიანი წერს, რომ დაკარგა სამსახური, შეუმცირდათ ადგილები, უწევთ თანამშრომლების გაშვება, ხელფასების მოკლება და ასე შემდეგ. და ჯერ მხოლოდ ეხლა დაიწყო ხო ეს წელი. აი როგორ წარმოგიდგენიათ, როგორი იქნება გამოხატულად ეს ეკონომიკური კრიზისი? ცუდად არაფერი კარგი არ იქნება. სამუშაო ადგილები დაიკარგება, ინვესტიციების არ შემოსვლან ნიშნავს მათ შორის იმას, რომ ეკონომიკური ზრდა ან მინიმალური იქნება, ან საერთოდ გაჩერდება, ან შეიძლება რეცესიისკენ წავიდეს. შეიძლება წავიდეს რეცესიისკენაც კი. ლარის გაუფასება ნიშნავს იმას, რომ შეიძლება სამსახური არ დაკარგო, მაგრამ თუ შემოსავალი ფიქსირებული გაქვს ლარში, ამ ლარის ყიდულოვნება დავარდება. მაღალი ალბათობით ამას მოყვება ინფლაცია, ნუ ეს ეროვნულ ბანკზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ ძალიან ცუდი choice-ები, ანუ არჩევნები ექნება ეროვნულ ბანკს რა შეიძლება გააკეთოს, იმიტომ რომ აი ესე გააკეთებს, იქით გააფუჭებს, აქ ეს გააკეთებს, აქეთ გააფუჭებს. ანუ არაფერი კარგი არ იქნება. მე როცა ვამბობდი და ვამბობ ამას 2 თვეა, რომ ჯერჯერობით ყველაფერი გაუარესდება, მანამ სანამ არ მოვიგებთ და მე ყველაფერი კარგად არ იქნება, მანამდე არაფერი კარგის მონოდინი არ უნდა გქონდეს. და კი, ეკონომიკური კრიზისი დაარტყავს ადამიანებს და როგორც წესი ეკონომიკური კრიზისი პირველ რიგში არტყავს ხოლმე ყველაზე გაჭირებულებს და ეგ რეალობა, მაგ რეალობაში შევდივართ ჩვენ ახლა ნელ-ნელა. არაფერი კარგი არ იქნება, ვერ გადავრჩებით, ყველას მოხდება. აი ხელისუფლებას რა თქვენ თქვით, რომ ძალიან დაბალია ეს რეზერვები, რომელიც გვაქვს, ხო? ნუ კრიტიკულ ზღვარს ქვემოთ არის ჩამოსული. რა დროის განმავლობაში შეუძლიათ თუნდაც ეროვნულ ბანკს მეტნაკლებად მართოს ვითარება ისე, რომ ძალიან შემაშფოთებლად არ გამოიყურებოდეს კრიზისი რიგითი მოქალაქეებისთვის, თუ არა აქ ეს არ ვიცი, ანუ იმდენი ცვლადია მან და რამდენი ტურისტი შემოვა, ამ დახმარებებს რამდენად ყველაფერს ერთად გააჩერებენ თუ ნელ-ნელა გააჩერებენ, ანუ საბოლოო ჯამში ბევრი ცვლადებია, რომელიც არ ვიცი წინასწარ, მაგრამ შეიძლება სიტყვაზე თვენახევარი, შეიძლება 3 თვე, არ ვიცი, ანუ მაგის პროგნოზის გაკეთება მართლა გამიჭირდება. და მეგონი ვერც ვერავინ არ გააკეთეს მაგის ზუსტ პროგნოზს ალბათ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მგონია რომ გარდაუვალი არის. ეგრო ლარს ექნება სერიოზული პრობლემები, იმიტომ რომ უკვე ამ თვეში, უკვე იანვარში. ეხა უკვე აქვს, ანუ სამდეში არჩევნების დროს 2 და რამდენი 2 და 7 მიდამოებში იყო, ეხა 2 და 800 არის აცდენილი უკვე. და ეს მათ შორის იმ ფონზე, როცა 700 რაღაცა მილიონის გაყიდეს 2 თვის განმავლობაში. ხო, ამიტომ კი მგონია რომ პრობლემები ექნებათ. და ეს კრიზისი საპროტესტო ტალღასაც შეასუსტებს თუ პირიქით გაძლიერებს. იქით გაძლიერებს. ბევრი ადამიანი გაბრაზდება კიდე. ყველა ის ადამიანი, ვინც შეიძლება უმუშევარი დარჩეს, საბოლოოდ რუსთაველზე გამოვა, ამისი მოლოდინი გაქვს, თუ სასოწარკვეთილი იქნება და სახლიდან აღარ გამოვა. არა, ბევრი ადამიანი გაბრაზდება მაგის გამო. ბევრი ადამიანი გაბრაზდება, მაგას ყველა იგრძნობს. მათ შორის ის ხალხი, ვინც პროსტ შესმული ყავთ უბრალოდ იმაზე. რაღაცა ყოველთვიურ შემოსავალზე, ის შემოსავალი რა არაფერს აღარ იყიდის, ისინიც გაბრაზდებიან. კითხვა მაქვს ერთო შემოძალიან ბევრი კითხვა მოვიდა. სულ გვესმის ამ ბოლო დღეებში ჩემი კითხვა არა, აქ ამოკითხული. ბოლო დღეებში არა პრინციპში აი ამ აქციების პარალელურად, რომ ერთი მხრივ თქვენ ხართ ის პოლიტიკოსი, რომელიც ამბობთ, რომ ყველა ადამიანი, ვინც დღეს რუსთაველზე არის ლიდერი და სხვები ჩვენზე საინტერესოთაც კი ლაპარაკობენ ხშირ შემთხვევაშიო. და მეორე მხრივ ადამიანები ამბობენ, რომ
პოლიტიკოსები არც ისე საინტერესო დღის წესრიგს ქმნიან და ეს ხალხი, რომელიც ამ პროცესებს რაღაცნაირად მართავს, თუ მოექცა მართვისადავებში, კარგი იქნება თუ კი პოლიტიკაში მოვა. ამ პროცესს როგორ უყურებთ? მე მგონია, რომ ვინც პოლიტიკაში ხართ, ისინიც უკვე საკმაოდ დაღლილებად გამოიყურებით. არ ვიცი, ვის შეიძლება ამ დროს გადმოდგას, ხო ეს ნაბიჯი. მე პოზიტიურად უყურებ, ოღონდ ნაკლებად მჯერა. ანუ ახალი ხალხის შემოსვლა პოლიტიკაში, ჯამში, ჩემი აზრით მხოლოდ პოზიტივია. როგორი მომზადებლებიც არ უნდა იყვნენ როგორი პრობლემა, როგორი შეცდომებიც არ უნდა დაუშვან იმის გამო, რომ გამოცდილება არ აქვს, ან რა ვიცი, ცოდნა არ აქვს და შემდეგ ნებისმიერ შემთხვევაში მგონია, რომ კარგი არის მაინც ნებისმიერ შემთხვევაში. უბრალოდ არ მჯერა, რომ ეგ რეალურია. ბევრს უსმინე, ვინც მათ შორის თვითონ ამ ახალ ადამიანებს, რომლებიც გამოჩნდნენ ამ თემაზე რომ ლაპარაკობენ და ცოტა ზედაპირული წარმოდგენა აქვს იმაზე, რა არის საქართველოში პოლიტიკა და პოლიტიკის კეთება. და რაღაც განსამჩნდება, რომ რაღაცა არ ვიცი 10 ჯერ 15 ჯერ თუ ტელეეთერში გამოჩნდებიან და რაღაცაზე ძალიან სწორად ილაპარაკებენ და ამის გამო რაღაც საზოგადოების უფრო ფართო წრე გაიცნობს და შეიძლება ტაშის დაუკრან და შეიძლება ბევრი დაალაიქონ და რაღაცა მგონიათ, რომ ეგ არის პოლიტიკა და ეგეც არის პოლიტიკა, ისე არა რომ ეგ არ არის პოლიტიკა, ეგეც არის პოლიტიკა, ეგ პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ ხაცა პარტიის შექმნა და მე მართლა პოლიტიკის კეთება ამ ქვეყანაში ძალიან რთულია, მოდი ეს ვთქვა. არა ისიც არ მინდა ხა რაღაცა რომ რაღაცა ხელი ჩაიქნიონ და თავი გაანებონ და რაღაცა, მაგრამ მე ვარ ადამიანი, რომელსაც უბრალოდ ორჯერ მაქვს ნოლიდან დაწყებული. ანუ ერთხელ ნაციონალურ მოძრაობიდან წამოვედი ნოლიდან დავიწყე და მე რეგიჩი რო გაიყო ისევ ნოლიდან დავიწყე და საკუთარ ტყავზე მაქვს გადატანილი, ვიცი ეს რას ნიშნავს. რამდენად რთული ამბავია. ეხლა გუწფელად არ ვიცი რა. ეხა ერთადერთი ის ანუ მართლა რაღაცა მეგო ეტაპები გავიარე. რაღაცა ეტაპი მქონდა, როცა მჯეროდა, რომ რაღაცა მერისიც მჯერა ეს კლასიკური ლიბერალიზმი, რომ ამას ადამიანებს აუხსნდი, გავაგებინებდი და ყველა ამას გაიგებდა, იმიტომ რომ ჩემთვის იმდენად მარტივო და რაღაცა უცებ მაგარ ქვეყანას გავაკეთებდით, ხო? რაღაცა მე რაღაც მომენტში დამეკარგა მაგის წვენა, რომ ესე შეიძლება ყველას გავაგებინო ყველა ადამიანს, თუმცა არ არის ეგეთი მარტივი ამბავი. მე სხვა რაღაცა მე ვფიქრობდი რაღაცა რომ რაღაცა მარტო იმას რომ იმაღწევინა, რომ სიტყვაზე მთავრობის ხარჯები იყოს რაღაცა მთლიანში ეკონომიკის რაღაცა არ ვიცი 20% თუნდაც უკვე ჩავთვლი რომ ჩემი საქმე გავაკეთე პოლიტიკაში და წავალ დავისვენებ რაღაც. ეხა მაქვს ახალი ის რომ რაღაცა ეხა ოღონდ ეს რუსული რაღაცა რეჟიმი მოვიშოროთ და მაგის მერე ერთადერთი რაც შეიძლება მქონდეს მოტივირებელი არის ის რომ 2030 წლამდე გვაქვს შანსი რომ ქვეყანა შევიდეს ევროკავშირში. ანუ რაღაც გადადებული მაქვს ყველაფერი რაც მინდოდა რომ მეკეთებინა, ყველაფერი ეხა აღმოჩნდა ჩემთვის რაღაცა მეორე და მესამე ხარისხოვანი ისეთ მოცემულობაში ვარ. მაგრამ არის ბევრი მართლა ბევრი ისეთი ადამიანია რომელმაც ეხა გარისკა საჯაროდ გამოჩინა საჯაროდ ლაპარაკი. პოლიტიკაში მთავარი ბევრი ბარიერები გვაქვს ჩვენ შექმნილი ახალი ადამიანების შემოსვლის პოლიტიკაში, მათ შორის ეს ბარიერი არის რაღაცა სტანდარტული, რაღაცა პარტიული, რაღაცა სტრუქტურები, რაღაცები, სადაც ძალიან ძნელია შიგნი რაღაცა წინსვლა და რაღაცა ბარიერი არის ბარიერი, ხო? ანუ ჩვენ ბუნებრივი ბარიერი გქონდეს. ადამიანი თვითონ შექმნიდა რაღაცა პარტიებს და ბრავი გადალახავ იმ ბუნებრივ ბარიერს, თუნდაც რატო სოციალებში აქტიურობა შეიძლება გადალახო ბარიერი და მე უკვე საპარლამენტო ტრიბუნა გაქვს და შეგიძლია იქ რაღაცები კიდე დაუხსნა ადამიანი. ხო, მართლა ბარიერია ახალი ადამიანის შემოსვლისთვის ეგეც, იმიტომ რომ არ უნდათ, ხო, უამრავ ადამიანს ნახავ, რომელსაც რაღაც გაკეთება უნდა და აი არც ერთ პარტიასთან გაკარება არ უნდა, არც ერთ პოლიტიკოსთან გაკარება არ უნდა, შეიძლება სწორად შეიძლება იმის გამო რომ რაღაცა პროპაგანდამ გააშავა ეს ყველას აშავეს პროპაგანდა საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ეგეთ სისტემაში ვცხოვრობთ ეხლა ჩვენ ყველა ერთს, მაგრამ მაგას მნიშვნელობა არ აქვს. არ უნდა რა გაკარება, თვითონ უნდა რაღაცა გააკეთოს, საკუთარი თავის ცადოს და ნუ მაგის შანსი არ აქვს, იმიტომ რომ ეს ბარიერი აძლევს მაგის საშუალებას. ასაკობრივი ცენზია არის ჩემს სერიოზული პრობლემა, ხო 25 წელი გვაქვს პარლამენტში არჩევაზე, როცა რა ვიცი უამრავი ფანტასტიკური ახალგაზრდა გამოჩნდა
რომელსაც მინიმუმ მეტყოლების უნარი აქვს აზრების გადმოცემა შეუძლია ხა პოლიტიკოსის ეგ-ერთი ნიშნავს სხვა რაღაცებს ისწავლის, რა ვიცი, ბიუჯეტს ვასწავლი მე, რაღაც სხვა რაღაცებს ხო, ვასწავლი მართლა რა, რაღაც ეს ნიშნულოვანი უნარი, რომელიც ან გაქვს მაგის ნიჭი, ან არა გაქვს, შეიძლება მთელი ცხოვრება იწორო და ნუ აი არ გამოგივიდეს და სხვა რაღაცები, კიდე ბევრი რაღაცები შეიძლება შესწავლადი იყოს რა. მან ცენზი უშლის ხელს, რომ სანამ არ გასწრება 25 წლის დაპაპა როგორ შეიძლება გაეკარო იმას პოლიტიკას და ამ შემდეგ, მაგრამ თავარი ბარიერი მაინც ეს ყველაფერი როგორ ზეგადადოთ არის ჩემი დაკვირვებით შიში საჯაროდ პოზიციონირების რომ საჯაროდ გამოხვიდე და ილაპარაკო და მე ვიღაცამ შეიძლება დაქცინოს როგორც საჯაროდ გამოდიხარ ვიღაცებს ტრებს იჩენს ვიღაცები გაგინებენ ადამიანებს არ უნდა რავი კომფორტის ზონაში ცხოვრობ შენთვის და არ გაგინებს რა რავი შეიძლება აზრიც გამოთქო ისეს მაგრამ რავი შენთვის ხარ რა არ გაგინებენ იმიტომ რომ რაღაცა პრეტენზია არ გაქვს გამოთქმული რაღაცაზე და რომ გამოდიხარ და პოლიტიკოსი ვარ და პრეტენზიას აცხადებ რომ რაღაცა უნდა გავაკეთო და რაღაცა უნდა შევცვალო ცხადია რა არ შეუძლებელია ყველას მოეწონს ვიღაცები გაგინებენ ვიღაცები გლანძღავენ ვიღაცები უსამართლოდ ვიღაცები სამართლიანად მაგრამ ამ მნიშვნელობა შეგეშლება არავინ არ არის შეუძლებელია რაღაც მე რამდენი წელია ხო 2012-დან უკვე რა ვიცი მე 13 წელია საჯაროდ ლაპარაკობ ხო შეუძლებელია 24/7-ზე ლაპარაკობ და კამერები გიყურებდეს და სადღაც რაღაცა არ შეგეშალოს პოლიტიკურ ნაბიჯსაც გულისხმობ და რაღაცის თქმის ამბავში შეიძლება რაღაც შეგეშალოს ეგეც პრობლემა არის ამიტომ თავარი ბარიერი ბევრმა გადალახა ეხა გამოჩნდნენ საჯარო დაიწყეს ლაპარაკი ინტერვიუებს იძლევიან რა ვიცი ეთერებში დადიან ეგ ბარიერი გადალახული აქვს და დანარჩენი რა ვიცი მათზე არის დამოკიდებული ბევრი რამე უბრალოდ ეს რაღაცა ილუზია მაინც რომ რაღაცა ეხა უცებ რაღაცა პარტიას გავაკეთებთ და ეს პარტია მე რაღაცებს იზამს მაგის ნაკლებად შეიძლება გონიათ რომ ხალხმა პარტიები გააკეთოს თუ არსებული პარტიებში მოძებნოს თავისი ადგილი და მე მგონი არც არსებულ პარტიებს არ გაწყენდათ განახლება უფრო რეალისტური ალბათ მეორე არის უფრო რეალისტური და ანუ სისტემა და მზაობა როგორია არსებული პარტიების მხრიდან არ მე მგონი მაგის საუბარი არის უამრავი ახალი ადამიანი იყო თუნდაც 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის სხვადასხვა კოალიციებში უამრავი ახალი ადამიანი იყო ჩვენთან იყო ძალიან ბევრი ახალი ადამიანი ჩვენი საპარლამენტო სია კოალიცია სამ შემთხვევაში რომ ნახოთ გინდა 20-ეული გინდა 30-ეული უამრავი ახალი ადამიანი იყო იმაში ძლიერ საქართველოში იყო ასევე უამრავი ახალი ადამიანი, ახალი საერთოდ თავისუფლის მოედანი საერთოდ ძალიან ახალი შექმნის სტრუქტურა იყო და სულ ახალი ადამიანები, პოლიტიკისთვის ახალი ადამიანები იყო, თორე ისე ბევრი ცნობადი სახე იყო. ნუ ნაციონალურ მოძრაობის იმაში სიაში ტრადეგრი არ იყო, მაგრამ იქაც 1-2 იყო, მაგრამ დანარჩენები ვიღაცები უცნაური ხალხი არიან ხოლმე ტრადიციულად. ანუ თქვენ მიესალმებით ახალი ხალხის შემოსვლას თუ მაინც გააფრთხილებდით იმ საფრთხეებზე და თავის ტკივილზე რაც არა მე მაგას ისედაც გიჩის რომ მოდიან ხოლმე გიჩის უაფრთხილებ ხოლმე რომ ანუ მარტივი ამბავი არ არის და ჩემ თვალწინ მაქვს ნანახი შემთხვევები ადამიანების რომლებიც ძალიან თავდაჯერებულები არიან გონიათ რომ რაღაცა არა მარტო საჯაროდ ლაპარაკი შეუძლიათ, არამედ საჯაროდ დებატი შეუძლიათ და რაღაც ჩემ თვალწინ მაქვს ნანახი მართლა ადამიანები, რომლებმაც გაუძლეს ჩვეულებრივად ამ საზოგადოებრივ რაღაცა არ ვიცი, წნეხს, გინებას, ლანძღვას, იმას, ამას, მათ შორის შემთხვევაში უსამართლოს და იმას და გააგრძელეს ეს ამბავი, მაგრამ ასევე ადამიანები, რომლებიც ვერ გაუძლეს. მაგრამ ნუ რა, უნდა ცადო ეგ. მაგას წინასწარ ვინ გეტყვის ახლა რომ ეს ახალი ხალხი რომ მოდის ხოლმე უფრო თანაგრძნობით უყურებთ რომ იცით რისი გამოვლა მოუწევს თუ უფრო გულშემატკივრით რომ იქ ვიღაცებს რომ უსმენ ხოლმე რავი ვიღაცებს განცდა მაქვს ხოლმე რომ კარგია იმიტომ რომ რაღაცა მოусმენ და რაღაცა საკითხზე ისეთი კუთხიდან დავინახავ რომ ახსნის და თანხსნის ამას და გულწრფელად აკეთებს რომ რავი სიამოვნებს და მიხარია და მგონია რომ რავიც კარგი იქნება ეს ადამიანი თუ იქნება რაღაცა პოლიტიკაში მაგრამ ისიც მესმის რომ მარტო წეხანას თქვი ხა იგივე უნდა გავამერო რომ მარტო საჯაროდ კარგად აზრების ჩამოყალიბება ეგ არის მნიშვნელოვანი უნარი მაგრამ მარტო ეგ არ არის პოლიტიკა ძალიან ბევრი სხვა რაღაცები არის მათ შორის ცოდნა გჭირდება და ბევრი რაღაც გამოცდილება გჭირდება ხო რთულია რა ამ ქვეყანაში ძალიან რთულია თან ანუ ჩემი საყვარელი ამბავი არის რაღაცა იმებზე, საკითხებზე ლაპარაკი და ხედვებზე ლაპარაკი და გარჩევად რაღაცა და აი რა ვიცი, ბოლო რამდენიმე წელია მაგიშაზე რომ მინიმალურად მეძლევა რომ რაღაცაზე მაგაზე ვილაპარაკო.
და მიწევს რაღაცებზე ლაპარაკი, რაც მაგრამ რა უნდა ქნა, მანდ ვართ სადღაც ისეთ ადგილას ავართ, რომ გადარჩენაზე მიდის ეხა ბრძოლა და ან გადავრჩებით, ან ვერ გადავრჩებით. უნდა გადავრჩეთ, რომ მე საშუალო მოგვეცეს, რომ მართლა საინტერესო რაღაცებს და რაღაცებზე ვილაპარაკოთ. თუ ვერ გადავრჩით, ეხა ილაპარაკე რამდენიც გინდა. აუ თქვენ არ ფიქრობთ, რომ ცოტა მეტი შინაარსის შემოტანა ეხლა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში, სადაც გადარჩენისთვის ბრძოლა მიმდინარეობს, შეიძლება უფრო საინტერესოდ აქცევდეს ამ პროცესს. თუ შინაარსი მე მესმის, რომ დაღლილია ყველა. თუ შინაარსი ეხლა იქნება ის რა უნდა ვაკეთოთ ყველა მერთად, რომ მაგალითად ეს პროტესტი, რომელიც არის რუსთაველზე, გახდეს უფრო მრავალრიცხოვანი, ან ეს პროტესტი, რომელიც არის რუსთაველზე და არა მარტო რუსთაველის სხვა ქალაქებში, კიდევ უფრო მეტად გაიშალოს, ან ამის გარდა კიდე რა შეიძლება გავაკეთოთ, თუ ეს იქნება შინაარსი, ჩემს იქნება ძალიან კარგი და ამაზე თუ იქნება საუბარი ნებისმიერ ეთერში ღიად, იქნება კარგი, იმიტომ რომ მე ვლაპარაკობ ბევრ ადამიანთან, პირველი უმეტესობა ადამიანებს მაგაზე მელაპარაკებიან ეხლა და დღესაც გითხარ რომ აქციიდან მოვდიოდი, ჩემიანები მაგაზე მელაპარაკებოდნენ. გარშემორტყმულს ხო, მაგაზე მელაპარაკობდნენ დღესაც კი ჩემები და არ ვიცი, როგორც ჩანს ის ბრეინსტორმინგები, რომელიც ეხლა სადღაც პარტიების ოფისებში მიდის, ამან ვერ შვა რაღაცა დამატებითი რაღაცა ახალი იდეები. არც იმას არ უნდა, შეიძლება ვერც გაჩნდეს. არ ვიცი. შეიძლება ვერც მოვიფიქროთ, მაგრამ მაგაზე რატო არ შეიძლება რომ საჯაროთაც იყოს საუბარი, არ ვიცი, შეიძლება რაღაცა დაიბადოს რა, მაგრამ გონია რომ შინაარსი ეხა ეგ უნდა იყოს. ეხა ჩვენ რო ვილაპარაკოთ ეხა იმაზე გადასახადები მაღალი უნდა იყოს, დაბალი უნდა იყოს. მე მგონია რომ არავინ არ მოგვისმენს. ჩემები არ მოგვისმენენ, იმიტომ რომ ერთი რომ მოსმენილი აქვთ, ჩემგან ბევრი და იციან და პლუს ეხა ეგ არ აინტერესებთ. ეხა აინტერესებთ როგორ ვიგებთ და ეს პროტესტი ან როგორ გაძლიერდეს, ან დამატებით რა შეიძლება კიდე გაკეთდეს. ეგ აინტერესებს ყველას ჩემს გარშემო. ხო და მაგაზე თუ იქნება შინაარსი, მაგაზე თუ იქნება დისკუსია, მე მგონია რომ მარტო პლუსი იქნება. იმ შიში რომ ვაიმე ეხა არ გამოჩნდეს, რომ ვაიმე რაღაცა ახალი იდეა არა გვაქვს და მოდი ამიტომ ამაზე საჯაროდ არ ვილაპარაკოთ, მე ეგეთი შიშები არ მაქვს. და ამ პროტესტს როგორ აძლიერებთ, რას მატებს ოპოზიცია ღირებულს და ხელშესახებს ამ პროტესტს, უკვე გაბრაზებული ხალხის მასობრივ? ეხლა ამ წუთში ერთადერთი ჩვენი ნაწილი გარდა იმისა, რომ გახართ და პასუხობთ. ხო, რა პრაქტიკულად რა ხდება, მაგის შემიძლია თქვა. ერთი არის ის, რომ ჩვენ ვდგავართ იქ, გულისხმობ, რომ ჩემი ხარდამჭერები დგანან იქ, ბევრი ძალიან, ანუ ამ პროტესტის ნაწილი ვართ ჩვეულებრივად და მეორე თუ რაღაცა იდეა ჩდება, რაღაცა არის გასაკეთებელი, ვეხმარებით. ანუ ვეხმარებით, მართლა ვეხმარებით. და მგონია რომ მარტო ჩვენ არა ვართ ამ შემთხვევაში კოალიცია ეხმარა, მაგრამ მგონია რომ მარტო ჩვენ არა ვართ, მგონია რომ სხვა პარტიული ჯგუფებიც აკეთებენ მაგას და ეგეთები ხდება, მაგათაც მსვლელობები რო არის, ან რაღაც აქციები რო არის სხვადასხვა ადგილას რაღაცა ლოჯისტიკურად რაღაცაში დახმარება თუ ჭირდებათ, ან რა ვიცი, ხანდახან ჩვენ ერთად ბრეინსტორმინგობენ, რომ აი რაღაც ამის გაკეთება გვინდა და ესე ჯობია თუ ისე ჯობია და იმის გამო ჩვენ რაღაცა გამოცდილება გვეუბნებით, რომ ესე ჯობია ამ დროს ჯობია, ამ დღეს ჯობია, რაღაცა ესე გააკეთო ჯობია, ამაზე შეიძლება დაგიჭირონ და თქვა თავს უნდა აჭერინებ, ეგეთ დონეზე რაღაცა არის რომ რაღაცა თუ რაღაცა მცირე ფინანსები შეიძლება იყოს საჭირო, რაღაცა ფინანსებითაც ვეხმარებით, ან რაღაც ლოჯისტიკურ რაღაცებში ვეხმარებით. ამ წუთში მაგას ვაკეთებთ ჩვენ, იმიტომ რომ ამ ნაწილში ქვეყნის ჩვენ მარტო მაგით შემოვიფარგლებით ეხა რეალურად. ჩვენ რასაც მუშაობთ საგარეო ფრონტზე, რომ გარეთ მაგათაც ეხა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გვაქვს არის ეს პასეს ამბავი და მაგაზე ვართ გადართულები. საგარეო ფრონტზე დაგიშვამთ ბოლო კითხვას, მე მოვისმინე თქვენი ბოლო პერიოდის გამოსვლები, სატელევიზიო გამოსვლები და ბევრგან ამბობდით, უბრალოდ რამდენიმეგან აღნიშნეთ, რომ გარეთა კომუნიკაცია ბევრად უფრო კარგად გაქვთ ვიდრე შიდა მოსახლეობასთან და პრინციპში ეს ჩვენი ბევრი კითხვაც ამას ადასტურებს, რომ შიგნით ხალხს მაინც აქვს რაღაც უკმარისობის განცდა, ხო? მან პრობლემა გვაქვს და ამიტომ ეხაც მან დავართ ჩემი აზრით ეხა გვაქვს. როგორც გვაქვს აწყობილი საგარეო კომუნიკაცია ორის იმის 70% რო ქონდეს აწყობილი შიდა ერთად. რატო ვერ ხერხდება შიდა კომუნიკაციის აწყობა? ნუ რამდენჯერმე ვცადეთ და მე მგონია რომ მაინც გამოყოლილი გვაქვს ინერცია წინა საარჩევნო კამპანიის და პარტიები იქნებიან თუ პოლიტიკოსები იქნებიან რაღაცა ინდივიდუალისტური მასში ვართ მაინც რაღაცა რეჟიმში რა. მიხოთ იმისა რომ ცადეთ და რაღაც დონეზე რაღაცების კეთება დავიწყეთ, მაგრამ საბოლოოში არ გაამართლა და
გავჩერდით. არ გამართლა იმის გამო, მათ შორის ის არ იყო, რაც უნდა ყოფილიყო. მაგრამ შეთანხმება გიჭირთ რა გჭირდებათ ახლა? არა, თითქოს შეთანხმების პრობლემა ნაკლებად არის მანდ. მაინც დამოუკიდებლად რაღაცების კეთება გვირჩევნია, მოდი ესე ვთქვათ რა. და რატო არის შლებით ეს კოალიციები, რომლებიც პარტიებად რატო უნდა დავიშალოთ? საარჩევნოდ იყავით. უფრო მარტივად ვერ გააკეთებთ რაღაცებს. პირიქით გონია, რომ კაკას ერთობლივი კომუნიკაციის პრობლემა გვაქვს აქ ქვეყნის შიგნით, რომ პირიქით ეს 4 ჯგუფი ერთნაირად უნდა ელაპარაკებოდეს, ერთ-ერთი რაღაცებს უნდა ელაპარაკებოდეს ხალხს. ანუ ოპოზიცია იყოს ერთი სახე. მაგ ამბავში ხო? აი როგორც ოცნება რას აკეთებს ხო? გამოვა კობახიძე ჩაატარეს ბრიფინგს და მე რამდენიმე დღის განმავლობაში, ჯერ იმ დღის განმავლობაში ყველა ერთ და იგივეს იმეორებს და მე რამდენიმე დღის განმავლობაში ყველა იგივეს იმეორებს. ყველაში გულისხმება მათი ყველა ტელევიზია, მათი ყველა ექსპერტი, ყველა მათი დეპუტატი, ყველა მათი მინისტრი, ყველა ლაპარაკობს ერთ და იგივეს და ამას ხომ არა ეს მოსაწყენია და თან არ ვიცი რამდენად სწორია მათივე ინსტრუმენტით დაუპირისპირდა თუ მათივე იარაღით. მათი არ არის ეს, სინამდვილეში ეს არის რაღაცა კომუნიკაციის სტრატეგია, რომელიც მათ არ მოუგონიათ და არის ძალიან ეფექტური. ჩვენ როცა ცალსაკე ვლაპარაკობთ სხვადასხვა რაღაცებზე ბევრად უფრო დამაბნეველი ამბავი არის. ის კი არა არასწორ ამას ვიძახით. უბრალოდ აი რაღაცა ამბავი არის და რაღაცა მე რაც მოაფიქრდება იმას ამბობ, ვიღაცა რაც მოაფიქრდება იმას ამბობს და რაღაცა რა ვიცი 7, 8, 9 რაღაცა ამბავი არის მოსმენელი და არ ჩანს რომ ჩვენ რაღაცა ერთიანად მაშინ ის კი მასე კი არის ლაპარაკი რომ რაღაცა მაიზამეც რაღაც შევერწყათ ერთმანეთს და რაღაც, მაგრამ აი თუნდაც ყოველდღიან ყოველ მეორე დღეს რომ ერთად შევახსენოთ ადამიანებს რომ დღეს არის პროტესტის ესა და ეს რიცხვი, აი ესა და ეს დღე, უკვე ამდენი დღეა რაღაცა ყველანი ამას ვაკეთებთ. რომ არჩევნების დღიდან გავიდა აი ამდენი დღე უკვე და რაღაცა სულ არის 6 თუ 7 ქვეყანა რომელმაც აღიარა ამ არჩევნების შედეგები და არც ერთი ქვეყანა არ დამატებულა ამდენი დღის შემდეგ. აი თუნდაც ეგეთი ტიპის ინფორმაცია ეგეთები შეიძლება კიდე ჩამოთვალო რომ ადამიანებს ვაჩვენოთ რომ ადამიანი არის ციხეში. ხო, თუნდაც რა ანუ შეგვიძლია მათ შორის რაღაცა ნეგატიური სტატისტიკა მოვუყოთ, რომ არც ერთი საქმე არ არის გამოძიებული, რაც კიდე აჩვენებს, რომ რაღაცა ესა, მაგრამ პლუს ასევე ვანახოთ რა შედეგები გვაქვს, რასაც ყველა ჯამში ერთად მივახციეთ, რომ ადამიანებს ეგანს და არ ქონდეთ, რომ რაღაცა დგავარ და არაფერი არ ხდება. ხო, არა ხდება, კი ხდება ის, რომ არ ვიცი, ვიღაც ამერიკელი სენატორები თუ წარმომადგენლები ჰაუსის წარმომადგენლთა პალატიდან საქართველოზე პოსტავენ დღის განმავლობაში 3 პოსტს როდებენ და ის რომ ეუთო საპარლამენტო ასამბლეის ის რაღაცა უნდა ჩამოსულიყო პრეზიდენტი რომლის ვიზიტიც მსგავსი იქნებოდა ზუსტად იმ ევროსაბჭოს გენმდივნის და ერთადერთი ისინი გამოიყენებდნენ ლეგიტიმაციისთვის და ის რომ ჩაიშალა იმიტომ რომ ტვიტერზე თუ კი ვინმე საქართველოსკენ ოდესმე გამოუხედია ყველა წერდა და ყველა მაქალს ტაგავდა ეს ჩვენი ყველას მიღწევა არის ამ პროტესტისას და იმის რომ პარტიებმაც იმუშავებს და NGO-მაც იმუშავებს და ეგეთი რაღაცების ანუ თუ რაღაცებს გელაპარაკი, ეგეთი რაღაცების ყოველდღე შეხსენება და მათ შორის ოცნებისთვის სუსტი წერტილები რაც არის, იმაზე ყოველდღე ჩაჭერა, არ ვიცი, რამდენი დღე არის, როდის იყო იმის ყაველაშვილის რაღაც კონცერტი რო დადგეს ინაუგურაცია თუ რა. 29-ში იყო. 29-ში ხო, დღეს არის 9, ხო? რამდენი დღეა? 11 დღე არის, ხო? 11 დღეა ყაველაშვილი არის, მე ის რაღაცა ის გამიკეთეს ის კარდი. მარტობის ასისტენტი, ხო? 11 დღეა ვიღაც კაცს უთხრეს იქ სადღაც შეიძლება უთხრესო შეხარ დღეიდან პრეზიდენტიო 11 დღეა კაცი შვილს არ დაურეკია და არ მიულოციო და არაფერი არ უთქვა 11 დღეა ეს თამაშობს რაღაცა იმას უხარია ოღონდ არის რაღაცა იმაში ოჯახურ წრეში და ეგეთ რაღაცებზე ჩაჭერა ყოველდღე აი ხვალ გამოხვალ და იტყვი 12 დღეა ამ კაცს ისევ არავინ არ ულოცავს 13 დღე ამ კაცს არავინ არ ულოცავს ასე შემდეგ ეგ არის ჩემი აზრით მნიშვნელოვანი რომ ადამიანებს ყველამ ერთად უნდა უთხრათ რომ აი ჯამში ჩვენ ყველამ ერთად მივახციეთ აგას მე კი შემიძლია ვაკეთო მარტო მაგრამ მარტო გაკეთებას ფასი არ აქვს ხო მაგრამ მეორე მხრივ კრიტიკა რაზეც ისმოდა იყო ის რომ პირიქით და მათ შორის არა მხოლოდ ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ოპოზიციაზე კრიტიკა ოპოზიციის მხარდამჭერ მედია საშუალებებზეც რომ დღის წესრიგი პრინციპში იყო ერთგვაროვანი და განსხვავებული მოსაზრებები თუ არ ვიცი განსხვავებული მსჯელობები არის მოდა თუნდაც ის რატო არ გაანალიზდა კარგად უმიმშვიდობის ნარატივი ხო და რატო არაფერი არ დაუპირისპირა ტრადიციულმა მედიამ ამას სათანადოდ აი ამ მიმართულებით თუ ფიქრობთ რომ აი ეს ერთგვაროვნება იმიტომ რომ მეორე მხრივ მრავალფეროვნება ხო მომხიბვლელი რამ არის და ოპოზიცია ამ შემთხვევაში მართლაც ბევრი სხვადასხვანაირი სუბიექტისგან შედგება ხო ყოველ შემთხვევაში უფრო მრავალფეროვანია ვიდრე ხელისუფლება რომელიც
სრულიად ერთნაირი შეთანხმებული, დავარცხნილი ტექსტებით და წინასწარ შეთანხმებული და კარგად მოფიქრებული ტექსტებით ეურთიერთება თავის მოსახლეობას. იგივე შემიძლია გავიმეორო წეღარას თქვი თუ დისკუსია, დებატი და მსჯელობა იქნება იმაზე თუნდაც არ ვიცი როგორ გავხადოთ უბრალოდ მრავალფეროვანი ეს პროტესტი და ვისი გაკეთება წარმოუდგენია სწორი და ვისის გაკეთება შეუძლიათ არის რესურსი აქვს და შემდეგ თქვენ საერთოდ ეს წესრიგმა არ შეგიშალათ ხელი. არა. არ გაწუხებთ ეს. არა. თავარი ამბავი არის ეს, ანუ ეხა არის ბრძოლა და რაღაც სტატიკური ხაზები რაც გვაქვს ეს ხაზები არის შესანარჩუნებელი. ეს არის ის რომ ამათ არ უნდა გქონდეთ ქვეყნის შიგნით აღიარება არც ამ პოლიტიკური ჯგუფებისგან, არც ხალხისგან, ხალხის დემონსტრება არის ეს პროტესტი რუსთაველზე და პლუს სრულ იზოლაციაში უნდა მოექცენ ცივილიზებული სამყაროსგან რაც არის გარეთ სამუშაო ამბავი. ამის გარდა აქეთა ფლანგზე რასაც ხედავ საქმეს არის ის რომ მზად უნდა ვიყოთ რომ როცა დადგება კრიტიკული მომენტი და ესენი ან ბიძინა გაიქცევა თუ არ ვიცი მე მაინც გონე რომ ეგ ამბავი ეგრე მოხდება მაგრამ როგორც არ უნდა მოხდეს მომენტისთვის მზად ვიყოთ და ვიცოდეთ არჩევნები როგორ უნდა ჩატარდეს ამ ქვეყანაში რომ ეს იყოს თავისუფალი სამართლიანი არჩევნები ეს არის გასაგრძელებელი. ამის შიგნით საგარეო ფრონტზე რა შეიძლება გავაკეთოთ კიდევ უკეთესად მაგაზე შეიძლება მსჯელობა და შიგნითაც პროტესტი როგორ გავაძლიეროთ როგორ გავხადოთ უფრო მრავალფეროვანი მაგაზე შეიძლება საჯაროდ მსჯელობა. მაგის იქით არ შეიძლება იყოს რაღაც საკითხები რაც მნიშვნელოვანი იყოს და მე არ ვაქცევდე ხა ყურადღებას მაგრამ ის რაზეც კითხვაში იყო საუბარი რომ რაღაცა თემატურ რაღაც საკითხებზე რა ვიცი ახლა რომ დავიწყოთ მსჯელობა როგორ უნდა იყოს ქვეყანაში კულტურის პოლიტიკა არ ვიცი. მე ძალიან მდარდობ რომ ამაზე მსჯელობის საშუალება არ გვაქვს. ძალიან მაინტერესებს რას ფიქრობთ კულტურის პოლიტიკაზე, მაგრამ ვინ იცის იქნებ მოვიდეს ამისი დროც. არ დავკარგა ვიმეც რომ ერთ დღესაც ამაზეც დაგეკითხებ. მე არ გონია რომ კულტურის სამინისტრო უნდა კონდეს საერთოდ. მე არ გონია სახელმწიფო საქმეზე საერთოდ კულტურის კეთება. ეს საინტერესო მოსაზრებაა. მე ხომ ვფიქრობ ხოლმე რომ გჭირდება და ხომ ვფიქრობ რომ არა, მაგრამ მე ოკეი ვარ კომპრომისზე რომ არსებობდეს რაღაცა, არ ვიცი, ბიუჯეტში რაღაცა თანხა, ფონდი, რაღაცა, რომელიც რაღაცა არ ვიცი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენახვას შეიძლება და შეიძლება კიდე რაღაც ერთ-ორ რაღაცას იმაშებოდეს საფინანსებდეს, ოღონდ მანდაც რაღაც კაცად განსაზღვრული ფორმულები უნდა იყოს, რომ ადამიანის ბიუროკრატიის კეთილმაზე ნებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული ფული როგორ განაწილდება, რაღაცა ფორმულები თუ იქნება, რომელთაც განაწილებ ოკეი ვარ ეგეთ კომპრომისზე წავიდე რომ რაღაც ცოტა ფული დაიხარჯოს მაგაზე, დანარჩენი მგონია რომ სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის. კულტურა უნდა იყოს მართლა თავისუფალი და მართლა დამოუკიდებელი და არანაირად ჩამოკიდებული სახელმწიფოს და ბიუჯეტზე. დანარჩენი ვიღაცას თუ უნდა ისე როგორც სპორტი, ანუ არ იფიქროთ რომ რაღაცას ვერჩი, ვიღაცას თუ უნდა ფეხბურთის ყურება, უნდა წავიდეს სტადიონზე, იყიდოს ბილეთი, უყუროს ფეხბურთს და ამით დააფინანსოს ის გუნდი და ის სპორტი, რომლის ყურებაც უნდა. ვიღაცას თუ უნდა კალათბურთი, იგივე გააკეთოს კალათბურთზე, მაგით იყიდება ბილეთები. ვიღაცას თუ უნდა თეატრში არ უნდა წავიდეს ბილეთი იყიდოს და ეგრე დააფინანსოს თეატრი. ხო და თუ ადამიანი ქმნი რაღაცა პროდუქტს, მნიშვნელობა არ არის ხა, ჭიქას ქმნი თუ სპექტაკლს ქმნი, ორივე არის პროდუქტი. ნებისმიერი რამე არის პროდუქტი, რომელიც გამოდის ბაზარზე. ამ ბაზარზე ან არსებობენ ადამიანები, რომლებიც სადარიან რომ ამ შენ პროდუქტში გადაიხადონ ფული, ან არ არსებობენ. თუ არსებობენ ეგეთი ადამიანები, გადაიხდიან ფულს და ესე იგი შენ ქმნი რაღაცას ისეც, რაზეც არსებობს ადამიანებში მოთხოვნა. და შესაბამისად ბუნებრივად გიყიდება და გააქვს შემოსავალი და ინახავ თავს. თუ ისეთ პროდუქტს ქმნი, რომელზეც მოთხოვნა არ არის და ადამიანები მზად არ არიან საკუთარი ნებით მაგაში ფული გადაიხადონ, ესე იგი მაგაზე მოთხოვნა არ არის. ან საერთოდ არ არის მოთხოვნა, ან იმიტომ არ არის მოთხოვნა, რომ დღეს ადამიანებს ჭირდება სხვა რაღაცა, არ ვიცი. უფრო ძირითადი რაღაც საჭიროებები და დასაკმაყოფილებები და მაგისთვის ფული არჩება და თუ ეგ რეალობაა რომ მაგისთვის ფული არჩებათ, მაშინ მე არ მგონია მორალური რომ ეგეთ ადამიანებს გადასახადებით ფული წაართვა და ძალით შეინახო რაღაცები. ჩემი პოზიცია ეგ არის სპორტზეც, კულტურაზეც, სოფლის მეურნეობაზეც და ყველაფერზე საერთოდ. კეთილი. ძალიან დიდი მადლობა. მე მადლობა თქვენ. შემდეგ ჯერზე, როცა შევხვდებით, იმ პრობლემებზე მესაუბროთ გულწრფელად, რაც პოლიტიკაში მყოფ ადამიანებს აქვთ, იმიტომ რომ მე სულ მოგგანცდა, რომ თქვენი ნაწილი ძალიან დაღლილია და გამოფიტული და თვითონაც ბეჯითად ეძებს ახალ ფორმებს და გამოსავალს და არ ვიცი, გარედან ყოველ შემთხვევაში ესე ჩანს, რომ არ არის მარტივი ეს პროცესი. ასე რომ ნახოთ აბა, როდის აღმოგაჩნდებათ სურვილი და
ხნეობა იმისა, რომ ყველაფერზე ღიად ილაპარაკოთ, იმიტომ რომ ეს კულტურფალობა საინტერესო არის ხოლმე. დიდი მადლობა ჩვენთან ყოფნისთვის. მართლა ჩემო დიდი ეთერი გქონდა, გრძელი. ყველა კითხვა ვერ წავიკითხე, რის გამოც ყველა კითხვის იმ კითხვების ავტორებს, ვინც გვწერდა, ბოდიშს მოუხდი, რაღაცები მეორდებოდა და რთულია ხოლმე გაფილტრვა, უსასრულო ეთერი რო არ გქონდეს, რაღაცებზე მიწევს ხოლმე გადახტომა, მაგრამ მადლობა ჩვენთან რო იყავით აქტიურად. სამშაბათს 21:50-ზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს. მანამდე გამოიწერეთ ჩვენი არხი, უკვე ჩანაწერზე შეგიძლიათ მოგწეროთ თქვენი მოსაზრებები და რაც მთავარია გაუზიარეთ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ფიქრობთ, რომ ეს შეიძლება იყოს საინტერესო ეს და სხვა ჩვენი დისკუსიები თუ საუბრები. Spotify-ზე შეგიძლიათ ასევე მოგვისმინოთ იმ ხალხმა, ვისაც ყურებას მოსმენა გირჩევნიათ და Instagram-ზე broadcast channels შემოუერთდეთ, რომელშიც მარტივად მიიღებთ ხოლმე მხოლოდ ბმულებსა და ანონსებს. მადლობა ჩვენთან ყოფნისთვის, მადლობა ზურამ ჩვენთან გატარებული დროისთვის.